სამშვიდობის მადლობა რომ მოგზანდით და ვაგრძელებთ ჩვენს ლექციებს ბოროტებისა და სიკეთის შესახებ. რიგით მე-6 ლექცია გვაქვს დღეს და ოსტატი და მარგარიტა დიალოგები, ჰოლანდის დიალოგები ადამიანებთან რას თავაზობს ჰოლანდი პიროვნებებს ვისთანაც დიალოგს აწარმოებს და საერთოდ რის შესახებ არის ეს რომანი. როგორც თქვი, უკვე წინა ლექცია ქონდა ფაუსტზე და ეს არის ფაუსტიადის გაგრძელება აშკარად. იმიტომ რომ სანამ დაიწყებს ბულგაკოვი ამ თავის რომანს, მისი საყვარელი ავტორის ცნობილი ციტატა უწერია აქ. და მაინც ვინ ხარ? ბოლოს და ბოლოს ფაუსტი ეკითხება მეფისტოფელს. მე ნაწილი ვარ იმ ძალისა, ვისაც მარად ბოროტებას წადია და სიკეთეს კი იქმს. გოეთე ფაუსტი, აი ასე იწყება ეს. ამიტომ ნამდვილად ფაუსტის მემკვიდრე არის ბულგაკოვი და ნამდვილად გოეთეს სოფხედველობის გამგრძელებელია, ინტერპრეტატორია. და საბჭოთა კავშირში ალბათ შეიძლება გავათანაბროთ გოეთის დონის ავტორი თუ ვინმე, ასე ვთქვათ, გოეთეს ვერ გაუტოლდება, მაგრამ მისი მსოფლმხედველობის, ასე ვთქვათ, თავისებურად ინტერპრეტატორი არის ბულგაკოვი. და ისიც მთელი ცხოვრება წერდა ამ რომანს. თვითონ სახელწოდებები მრავალჯერ შეიცვალა და ამაზე მინდა ცოტა ვისაუბრო, სანამ კონკრეტულად ტექსტს შევეხებით. პირველი სამუშაო სახელწოდება იყო კონსულ ი ჟენა კონსულსკაია, კონსული და კონსულის ცოლი ეს. მაგრამ როგორც თქვი, მთელი ცხოვრება წერდა და მერე შეეცვალა, მერე დაარქვა კაპიტა ინჟინერის ჩლიქები, ან ჩლიქი. ეს როგორც ჩლიქი, როგორც ეშმაკის, ასე ვთქვათ, სიმბოლოდ, ხო? მერე შავი მაგი, ჩორნი მაგ, ასე დაარქვა. მეოთხე სახელწოდება არის გასტროლი. მეხუთე სახელწოდება წყუდიადის მეუფე, კნязь წმი. მერე ველიკი კანცლერ, ესე დაარქვა, დიდი კანცლერი. მე-6 უკვე და მე-7 სატანა უბრალოდ ესე ერქვა. და ბოლოს და შეჯერდა ოსტატი და მარგარიტა დაარქვა. აი მიზეზის ძიება ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ლიტერატურის ავტორკაცს ჩვენ ახლა გვინდა რომ პირველი პუნქტი გვითხრას, მერე ქვეპუნქტი, მერე მეოთხე, მესამე პუნქტები და აგვიხსნას თუ რატო გადაარქვა ეს ასე, მაგრამ ეს შთაგონების მომენტია, ხასიათის მომენტიც არის. ბოლო ნოტა რაზე შეჯერდება თვითონ ესეც არის. ბოლო წლებში რა მდგომარეობა, ყველა გარემოება, ყველაფერი ახდენს გავლენას ადამიანზე. ერთი ფაქტორი არ შეიძლება დაასახელო, რომ სახელწოდებას რა განაპირობებს. მაგრამ ასე არის თუ ისე არის, ვინ რომელ სახელწოდებას მიანიჭებს უპირატესობას, იქ ხელნაწერებშიც, ადრეულ ხელნაწერებში არის სხვაობა, ვიდრე ჩვენ ბოლოს რა ტექსტიც გვაქვს, იმას ვკითხულობთ, მაგრამ ბევრჯერ ის ცვლიდა იქ რაღაც დეტალებს. თუმცა სულისკვეთებითად და შინაარსობრივად და მსოფლმხედველობით ის არ ცვლის არაფერს. თავარი თემატიკა მაინც არის ბოროტებისა და სიკეთის თანაარსებობის საკითხი, ფაუსტიდან შთაგონებული და ამის გადახარშვას ცდილობს საბჭოთა კავშირის რეალობაში, სადაც ის ძალიან დიდ წნეხს განიცდის და არ არის მარტივი ასეთი დონის მოაზროვნის და თავისუფალი გასაქანის მქონე ადამიანის ზოგადად უბრალოდ რო იყოს ისეთ ქვეყანაში როგორც იყო საბჭოთა კავშირი და ამ ხელანაწარმოები წერო, მან დაამთავრა ეს 1940 წელს, 1940 წელს გარდაიცვალა კიდეც 10 მარტს,
ძიმედ იყო დაავადებული. როგორც ყვებიან მისი ბიოგრაფები, ერთხელ ეძახის თავის მეუღლეს, რომელიც მესამე მეუღლე იყო მაგ დროს, 3 ცოლი ყავდა. ბოლოს მესამე მეუღლე ვინც იყო ვისთანაც გარდაიცვალა, ხელნაწერი მოიტანა ეუბნება, ვერც ეუბნება ვეღარც ლაპარაკობდა კარგად. და ჩაიხუტებს მერე პირჯვარს გადასახავს და ეიცოდნენ. აძლევს ამ ხელნაწერს მეუღლეს. აი ესეც ხა ინტერპრეტაციის საკითხია, რა უნდა იცოდნენ, რანაირად, როგორ, მაგრამ პირჯვარს რო გადასახავს აქ რელიგიური და მორწმუნე ადამიანი ეძებს იმას, რომ აი მაინც ქრისტეს და მას მიანიჭა უპირატესობა და ლოგიკური არის ეს, მაგრამ მე ჩვენ ნახავთ ამ ნაწარმოებში პირჯვრის გადაწერას რო აპირებს ერთი ადამიანი, ხელს მოგამტრევო ეუბნება აზაზელო. ანუ ეშინია აზაზელოს ქრისტეს ხსენების მიგ ჯვარზე რაც მოხდა ამ ამბავის ძალიან ეშინია. მარგარიტა მერე აზაზელოსთან პირველ შეხვედრისას ღმერთო რო დაიძახებს აღრთოვანებას გამოხატავს, არ გინდათ ემოციები აზაზელო ეუბნება. სადაც ღმერთის ხსენება ხდება, ქრისტეს ხსენება ხდება, მისი ჯვრის ხსენება ხდება, პერსონაჟები აშკარად იძაბებიან. დიდი ვოლანდიც ჩვენ ნახავთ მერე როგორ ითვალისწინებს იეშუა ჰანოცრის თხოვნას და ასრულებს მის თხოვნას. ოსტატთან მიმართებაში და მარგარიტასთან მიმართებაშიც და პილატესთან მიმართებაშიც. ჰანოცრი უსუსურ პერსონაჟად არის წარმოსახული, წარმოჩენილი, მაგრამ აშკარად მის მითითებებს ასრულებს ვოლანდიც. რაც გვაგონებს ისევ იმ პროლოგს იობის წიგნიდან და ასევე ფაუსტიდან, სადაც ღმერთი და სატანა ხვდებიან ერთმანეთს, იმართება დიალოგი და სატანა ღმერთს ემორჩილება მაინც. ოსტატი და მარგარიტაში ვოლანდი თავის თავს პოზიციონირებს როგორც ჩრდილს და როგორც ბოროტების მეუფეს. და ჩრდილი რა არის? ყოველი საგანი არსებობს და ყველა საგანს აქვს ჩრდილი. აი აქ ახლაც რაც იჩრდილება, რომ გადავხედოთ, ყველაფერს ჩრდილი დაჰკრავს, ხომ? ამიტომ ვოლანდის ფილოსოფიაში შეუძლებელია სიკეთე არსებობდეს ბოროტების გარეშე, რადგან საგანი შეუძლებელია არსებობდეს ჩრდილის გარეშე. ანუ ბოროტება სულ თან დასდევს სიკეთეს. და თუ არ იარსებებს ბოროტება, ვოლანდის ლოგიკაში სიკეთე არაფრის მაქნისია. და ამას ჩვენ ნახავთ. წინა ლექციაში ვთქვი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ისევ გავიხსენოთ, რომ რამდენ შრეში მიმდინარეობს ქმედება, რამდენ შრეში მიმდინარეობს ზოგადად ეს ტექსტი და რომანი. პირველი არის ყოფითი შრე. ყოფითი შრე არაფერი განსაკუთრებული არ არის, განსაკუთრებული ის არის, რომ ეს არის ათეისტური შრე, კონტექსტი ძირითადად საბჭოთა კავშირი და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არიან ამ საბჭოთა კავშირში თუნდაც ნომინალი მორწმუნეები, რომლებიც რაღაცა ზებუნებრივი, უცნაური და ბოროტის აჩრდილის მქონე რამე გამოვლინებებს რო ხედავენ, ან პირჯვარის გადაწერა უნდათ, ან ღმერთის ხსენება უნდათ და ან თუნდაც ბეზდომნი რო ხატს ჩამოიკიდებს მერე და სანთელსა ანთებს რო მიხვდება რო ზებუნებრივი რაღაცასთან აქ ადგილი. ხო, ეს როგორც ტალისმანი არ შველის მას, მაგრამ აქ სხვა რაღაცაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ამ ასე ვთქვათ ქრისტესგან დაცლილ საბჭოთა კავშირის სამყაროში მაინც არსებობენ ვიღაც ადამიანები, ვინც ღმერთს ზებუნებრივს და ქრისტეს მიმართავენ თავისებურად. თუმცა ყოფითი შრე არის პირველი, სადაც მიმდინარეობს ეს ყველაფერი. მეორე
ისტორიული შრე, ანუ პილატე, იეშუა ჰანოცრი ეს იგივე იესო ქრისტეს, ასე ვთქვათ, სახე არის, თუმცა თავისებური ბულგაკოვისეული ინტერპრეტაციით და პორტრეტით, როგორც ის დაგვიხატა ჩვენ, ამაზეც ვილაპარაკებთ. ამიტომ ისტორიული შრე არსებობს და ამავდროულად ეს ისტორიული პერსონაჟები მერე მისტიურ შრეშიც გადაკვეთაში მოდიან. ვოლანდთან იქ ლევი მათე ეცხადება მერე ვოლანდს ბოლოს სცენაში და მათ შორის დიალოგი მიმდინარეობს. და მესამე შრე არის მისტიური შრე, სადაც რომელიც შემოდის ყოფით შრეშიც და ისტორიულ შრეშიც. ეს დაყოფა პირობითია, მაგრამ ეს ყველაფერი აესია გადაკვეთაში, როგორც ფაუსტში ზუსტად ეგრე. ყოფითი, ისტორიული, მისტიური და არისტოკრატიული შრეც არის, რა თქმა უნდა, იქ მწერლების რესტორანი არის, თუნდაც კომუნისტურ ქვეყანაში, სადაც უნდა თქვა შენი სახელი და ისე შეხვიდე და ეს კაროვიევი და კატა ბეჰემოტი რო ძღლუტობით მაინც შეაღწევენ იქ და დაატრიალებენ ამბებს. არისტოკრატიული წრეც, რაც უნდა ეცადნენ კომუნისტები, რომ თანასწორი უნდა ყოფილიყო ყველა თითქოს, სინამდვილეში კომუნისტურ რეალობაშიც ნაღები და ბომონდი მაინც არსებობს და ვერაფერს ვერ შვრება მარქსის და ამ ყველაფრის ფილოსოფია, რომ ყველანაირად გაათანასწოროს და გაათანაბროს ადამიანები. ამიტომ აქ გაიკვეთება 4-ვე შრე ყოფითი, მისტიური, ისტორიული და არისტოკრატიული. ამ სტანდარტებით ეს არის უმაღლესი დონის რომანი და უმაღლესი დონის ტექსტი. ბულგაკოვს არ აქვს მთავრობის მხარდაჭერა მაინც და მაინც. ეხლა არსებობს მოსაზრება, რომ ვის მიუძღვნა, ცოტას ვილაპარაკებ ამ რომანზე, იმიტომ რომ უნდა ჩავყვინთოთ კონტექსტში და მერე გადავალთ პერსონაჟებზეც, რა თქმა უნდა, და დიალოგებზეც. იმიტომ რომ თუ არ გვექნება კონტექსტი, ვერ ჩავყვინთავთ ამ ყველაფერში. შეიძლება წაკითხული გვაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ წავიკითხეთ და რაღაცა უნდა გავაცოცხლოთ. 4-ვე შრე არის 1940 წელს დაამთავრა სიკვდილის წინ ეს რომანი, ის დიალოგიც, რაც გითხარით მის მეუღლესთან მაგ დროს მოხდა და მხოლოდ და მხოლოდ 1966 წელს გამოიცა პირველი ნაწილი ამ რომანის. მერე 67 წელს მეორე ნაწილი და ისიც ცენზურას დაქვემდებარებული სრულიად რაღაც ტექსტებზე უარი თქვეს. მაგრამ ეს იყო უკვე ბრეჟნევის დროს გამოიცა. 26 წლის მერე მისი გარდაცვალებიდან. მისი მეუღლის დამსახურებით განხორციელდა ეს ყველაფერი. მერე ითარგმნა ინგლისურ ენაზე, სულ რამდენიმე წელიწადში და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთაც და გამოხმაურებაც. რატომ? იმიტომ რომ ფიქრობ ბულგაკოვმა გააცოცხლა ფაუსტი მე-20 საუკუნეში და რაღაც მოვლენებში ის დროსაც უსწრებს აშკარად. ხა მე არ ვფიქრობ, რომ მას მიზანმიმართულად ჰქონდა პოსტმოდერნიზმისეული მოსაზრებები, რომ ბევრჯერ მაკრიტიკებენ ხოლმე პოსტმოდერნიზმს, უარყოფითად უყურებო. დადებითიც ის არის, რომ მრავალწახნაგოვანია პოსტმოდერნიზმი და საკითხს მრავალი კუთხიდან გაჩვენებს, მაგრამ ვფიქრობ უარყოფითი არის ის, რომ გეუბნება, რომ ჭეშმარიტება ერთი არ არის, მრავალია. ამ კუთხით ბულგაკოვთან მართლა ვხედავთ დროს რო უსწრებს ისეთ პიროვნებას, იმიტომ რომ იმდენად მრავალმხრივ და თავისი შთამაგონებელი გოეთესა და ფაუსტის მაგვარად ძალიან დიდ ერუდიციას იჩენს ბულგაკოვი. დიდ ერუდიციას იჩენს ფილოსოფიაში, დიდ ერუდიციას იჩენს თეოლოგიაში, დიდ ერუდიციას იჩენს საერთოდ აი ამ 4-ვე შრის ყოფითი, მისტიური, ისტორიული და არისტოკრატიის კომბინაციაში და გადაკვეთაში და ახერხებს თავისი გენიალური ღვთის მიერ მიცემული ჩემი აზრით დიდი ტვინით და დიდი ინტელექტით, რომ კარგად
ისროლოს ეს ყველაფერი ქაღალდზე დაალაგოს და მოგვაწოდოს და არასდროს არ გბეზრდება ეს ტექსტი, როცა კითხულობ, ისეთი დინამიკა აქვს. ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი გააზრება არის ასეთი. ეხლა ერთი კურიოზი მინდა მოგიყვეთ პირველად, როცა ღია ლექცია ამაზე ჩავატარე. სანამ ვემზადებოდი, ზუსტად იმ ადგილს ვკითხულობ, როდესაც მარგარიტა ამ პოლის ჯოხზე თუ რაც ქვია. იმაზე რომ შეჯდება და მიფრენას დაიწყებს და გავიხედე, ცოტა დავიღალე და მეთქი გავიხედავ ფანჯარაში და არ მახსოვს რა პერიოდი იყო, ჯერ აყვავებული არ იყო ხე. გავიხედე და მეორე სართულზე ვცხოვრობ და ტყემლის ხე არის იქვე ჩემთან. ამ ტყემლის ხეზე ზუსტად ეგეთი ჯოხი, ცოცხი ჩამოვარდნილია. აშკარად ვეღაცას გადმოუვარდა რომელიღაც სართულიდან და თვითფრინავივით ესე თან ჰორიზონტალურად არის. ვერტიკალურად კი არდებს. სურათიც კი გადაუღე მაშინ და ძმაკაც ჩაუგდე, როცა მეთქი ესე დავაწერე. როცა ლექციას ამზადებ ოსტატი და მარგარიტაზე და ფანჯერაში ხედავ ესეთ სურათს. კარგი ეს მოხდა და მე შალვასთან მივედი სტუმრად, აგერ აქ იმყოფება. ძალიან მინდოდა რომ დღეს ყოფილიყო და დაადასტურებს ამას. შალვა გორგაძესთან ჩემ მეგობართან ვარ და სამი შვილი ყავს, მოკლედ აქ ჩვენ ნაყინს თუ რაღაც ჭამთ რაღაცას ჩვენ ამბებში რომ ყავას ვამთ და ესე ვიყურები და კარს, აივნის კარს აქვს შუშა არის ჩასმული კარში და გარეთ შალვას ვებერთელა შავი კატა დგას ორფეხზე და ესე მიქნევს ხელებს. ნამდვილ ისტორიას გიყვებით, აგერ არის და მე შეეკითხეთ, როცა გვექნება ის შეკითხვები და შესვენები. არ დამთავრებულა ჯერ კურიოზი კაცო. მე ამ დღეს ზუსტად შალვასთან მოდის პიროვნება, რომელმაც 20 ენა იცის. და შალვამ გამაცნო და ეს დიდი პოლიგლოტი და რო ველაპარაკები ამ კაცს, აშკარად ვოლანდის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემს. ყოფით რეალობაში ესეთ რაღაცას გადავეყარე მე და სიმართლე გითხრათ, ეხლა ძალიან პირადულ რაღაცას ვიტყვი, არ ვიცი ამაზე შეიძლება თუ არა თქმა ლექციაში, მაგრამ დავარღვიოთ ჩარჩოები და ვიტყვი რომ მე როცა გავაგრძელე ტექსტის კითხვა, რაღაცა შიშის თემაც რაღაცა ისენი წამოვიდა და მე მეთქი რა ვიცი. ცოტა შევისვენი, მეორე დღეს გავაგრძელე ჩვეულები. ამ ვუყურებ ამ ფანჯრიდან ეს ცოცხია, ქარიც არის, ყველაფერი არ ვარდება კაცო ამ ხიდან. მოკლედ და ესეთ ყოფით ნამდვილად გადამხდა და ეს ისე დამამახსოვრდა. პირველი ლექციის დროს ეს ლექციამდე მოვყევი, მაგრამ ახლა ეს გადავწყვიტე რომ ახლა მომეყოლა რომ ცოტა გაგვეცოცხლებინა ჩვენი საუბარი, ხო? ამიტომ უარყოფითიც, დადებითიც, ნეიტრალური სჭრელიც, ასეთიც და ისეთიც რაღაც მისტიური ამ რომანში ფიქრობ დევს. ყველანაირი ასპექტით გულისხმობ. ეხლა რაც შეეხება თვითონ რომანს და შინაარსს, რასაც უნდა ჩავწვდეთ და მე შეკითხვებით და ერთად მსჯელობით. არც ერთი ლიტერატურული ნაწარმოები და მით უმეტეს დიდი მწერლების ნაწარმოები შავად და თეთრად არ არის წარმოჩენილი, ამიტომ ურთულეს ტექსტებთან გვაქვს საქმე და არის ისეთი დეტალები, რომ ვერ იტყვი, ან ასეა კონკრეტულად, ან ისეა.
მაგრამ შეგიძლია შენი გააზრება მოიტანო და თქვა, იმიტომ რომ ეს ტექსტი აშკარად დიდი მწერლის ამოცანა ის არის, რომ შენ აგალაპარაკოს იმ ტექსტით და შენ გაგაკეთებინოს შენი დასკვნები, თუნდაც არის, თუნდაც არა, მაგრამ შენ უნდა გახდე როგორც მკითხველი ინტერპრეტატორი, სხვა გზას არ გიტოვებს დიდი მწერალი. პატარა მწერლები კარგები არიან, ყველაფერს გვილაგებენ, ასე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს და ამ ეტაპსაც გავდივართ, რომ მასეთი ნაწარმოები მოგწონს, მაგრამ მე რო გადავდივართ რთულ ტექსტებზე, ხვდებით, რომ არ გამოდის შენ რო არ თქვა შენი სიტყვა ამ ტექსტში, მაშინ უბრალოდ წაიკითხე და მორჩა და დამთავრდა. და საერთოდ შესაძლებელია, რომ მკითხველი არ იყოს განმარტებელი, მე ვფიქრობ შეუძლებელია. გინდა თუ არ გინდა, შენ განმარტებელი ხდები ყოველთვის. პირველი, როგორ იწყება ეს წიგნი, წავიკითხეთ, იქ ფაუსტის ციტატა, მაგრამ ბატონი ვოლანდი მოდის მოსკოვში და მოდის ისეთ ადგილას, ამ პატრიარში პროდიესი არის რუსულად, წყლები, საპატრიარქოს წყლები და იქ ორი ათეისტი საუბრობს, ერთი არის მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზი, რომელიც მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი არის, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, და მეორე ივან ბეზდომნი პანირიოვი იგივე, რომელიც არის პოეტი. და ამ ბეზდომნისა აქვს დავალება, რომ იესო ქრისტე გამოიყვანოს არაისტორიულ პერსონაჟად. და ამის გარშემო მსჯელობენ, თუ რამდენად გამოუვიდა ბეზდომნის ეს ამოცანა და რამდენად არ გამოუვიდა. სოლიდურად ჩაცმულია ეს ვოლანდი, როგორც გერმანელი, ისე წარუდგება მე როცა ეკითხებიან ვინაობას და ეჭვიეპარებათ ეს ეგრეთ წოდებული შპიონი ხო არ არისო, ბეზდომნის და ბერლიოზს ეჭვიეპარებათ. და ისინი საუბრობენ ამ იესო ქრისტეს ისტორიულობაზე და ბერლიოზი ეუბნება, რომ შენო ისე წარმოაჩინე ქრისტეო, თითქოს ის ნამდვილად არსებობდაო. კიო, იმას ხაზი გაუსვიო, რომ არანაირი ღვთისძე ის არ ყოფილაო და ზებუნებრივი პიროვნებაო, მაგრამ მისი ისტორიული არსებობაც უნდა რაღაცნაირად უნდა დაგეკნინებინაო. ამ საუბარში ეს კაცი ვოლანდი, სატანა უბრალოდ ვოლანდის სახით მოდის და ეკითხება ამათო, თქვენი მსჯელობის საგანიო, იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელი არისო, რომ თუნებას მომცემთო შემოგიერთებით. კიო, დაბრძანდიო, თქვენ გაიწევიან დაჯდება მათ შორის. და აი აქ იწყება ძალიან საინტერესო დიალოგი, პირველი დიალოგი, რასაც ვოლანდი აწარმოებს საბჭოთა კავშირში ჩამოსული დედაქალაქში ხვდება მწერალთა კავშირის უფროს, რომელიც აშკარად ინტელექტუალი უნდა იყოს და არც ისე ინტელექტუალ პოეტს ბეზდომნის, რომელმაც არც კი იცის კანტი ვინ არის ნორმალურად. რა დიალოგი არის ახლა მათ შორის, ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, საინტერესო, რომ როგორც მომესმაო, თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი არ არსებობსო, დასვამს კითხვას ვოლანდი. დიახ, ღმერთი არ არსებობს და ამაზე ჩვენო ესე ღიად ვლაპარაკობთ. ანუ შუა საუკუნეების მარწუხებს თავი დავახციეთო ჩვენო და ღმერთი რო არ არსებობს ამაზე რო იტყვი, ეს ღვთისგმობა არ არის და ამისთვის არავინ არ ისჯება. ამის თქმა უნდა ბერლიოზს აშკარად სტუმრისთვის, რომ აჩვენოს, რომ ღმერთის არ არსებობაზე საუბარი საბჭოთა კავშირში არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. და მაშინო ვინ მართავს ამ სამყაროს?
ადამიანი მართავს თვითონო ეს ბეზდომნიეობა, დიახაცო. რაცო თვითონ თუ მართავსო რაღაცა 100 წლის გეგმა მაინც ხო უნდა კონდესო. იქამდე სანამ ვოლანდი მოვა, ბერლიოზს ეს კაროვიევი გამოეცხადება სიცხეში, ბერლიოზს გონია რომ კინაღამ სიცხის დარტყმა მიიღო და ამას ბეზდომნის ეუბნებოდა. დავიღალეო და აი კისლავოდსკში უნდა მივატოვო ყველაფერი და კისლავოდსკში უნდა წავიდეო. აი მაგალითოდ ზოგიო გადაწყვიტავსო კისლავოდსკში წასვლასო ეს ვოლანდი იძახის და დაიძაბება ეხა ბერლიოზი. საიდან იცის ხამარო კისლავოდსკი ახსენა ხო. თან ამათ სახელით და იმეაოდ ჩესტვათი მიმართავს რუსულად როგორც არის მიხაილ ალექსანდროვიჩი, ივან ნიკოლაევიჩი როგორც არის. ჩემი სახელი საიდან იციო ეხა ბეზდომნია კითხები. ვინ არის ისო შენი სახელი აიო გაზეთშიო თქვენი ისაო წავიკითხე. თქვენო ვინახართო რისთვის ჩამოხვედითო ეხა ეკითხებიან იმიტომ რომ დაეჭვდებიან ამ კაცს. მეო მაგიის სპეციალისტი ვარო პირველი ამას ეუბნება და რაღაც ხელნაწერები არისო რისი სპეციალისტიც მე ვარ და ამიტომ ჩამოვედიო რომელიც უნდა შევისწავლო და ასევე ისტორიკოსი ვარ და ასევე პოლიგლოტიც ვარ. ესე წარადგენს თვითონ ვოლანდი მაწინაში თავს. და თქვენ რითი ამტკიცებთო რომ ღმერთი არ არსებობს? კანტს ხო ქონდაო ხუთი მტკიცებულებაო, იქამდე თომა აკვინელს ქონდა და კანტმა მეექვსე მტკიცებულება შეიმუშავა და იქ მერე თავი არის მეშვიდე მტკიცებულება, რომელიც უნდა ვთქვათ კონკრეტულად არწერს ბულგაკოვი რა მეშვიდე მტკიცებულება წარადგინა ვოლანდმა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნა. აი რა არის მეშვიდე მტკიცებულება ვოლანდისეული, რითიც ის აშკარად ღმერთის, ასე ვთქვათ, მტერი, მაგრამ აჩრდილი ამ სიკეთის ცდილობს, რომ ღმერთის არსებობა დაამტკიცოს. ვოლანდს არ აწყობს, რომ ღმერთის არსებობის არ სწამდეს ხალხს ბულგაკოვის თხრობაში. ის ჩალიჩობს ათეისტებთან, კომუნისტებთან, რომ მათ დაუმტკიცეს, რომ ღმერთი არსებობს. და აქ არა მხოლოდ და საერთოდ ის უფრო ზებუნებრივ არგუმენტებს მოაქვს აი ამ галлюცინაციით, მერე იმ წინასწარ თქმით, რაც აღსრულდება, ამით უფრო უდასტურებს მათ. ზებუნებრივი გამოვლინებით უფრო უდასტურებს, რომ ღმერთი არსებობს, თუმცა უარყოფითი გამოვლინებით, რადგან თვითონ სატანა და ამით უდასტურებს მათ ღმერთი რო არსებობს, ვიდრე იმით, რომ ინტელექტუალური არგუმენტები მოიყვანოს, იმიტომ რომ იცის, რომ ამას აზრი არ აქვს. ეხა იქ რო კანტს ახსენებს კანტამდე თომა აკვინელს ქონდა ხუთი არგუმენტი გონებიდან, ანუ უბრალოდ რო ჩამოვთვალოთ ეს რაზეა საუბარი. რადონის ერუდიციას იჩენს ბულგაკოვი, რომ უნდა ითქვას, რომ ბულგაკოვი ის მამა იყო კიევის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის პროფესორი. და ბულგაკოვის ორივე ბაბუა ან პაპა, ვინ რომელი მხრიდან ხართ, არა აქვს მნიშვნელობა. იყო მღვდელი. თვითონ პროფესიით ექიმი იყო და ეზიზღებოდა ეს პროფესია, გეტყვით რატომ. შეიძლება იცით, მაგრამ შეგახსენეთ. არის ესეთი მისი ბიოგრაფი მარიეტა ჩუდაკოვა, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გაწია და გამოკითხა ყველა 70-მდე ადამიანი, ვინც პირადად იცნობდა ბულგაკოვს, მათ შორის მისი მეუღლეებიც. და დაწერა ბიოგრაფიული შრომა, რომელიც ითვლება საუკეთესოდ. жизнь описания მიხაილა ბულგაკოვა. არის ეს PDF ფორმატში, შეგიძლიათ გადმოიწეროთ და თუ
და გაინტერესებათ წაიკითხავთ, ბევრ დეტალს გაიგებთ და მერე იმ პერსონაჟებს ჩვენ რო შევეხებით ბულგაკოვის სვიტას, ანუ ამალას ნახავთ, რომ ყველგან ბულგაკოვის ხასიათი არის. კაროვიევი აშკარად თვითონ ბულგაკოვია, იმიტომ რომ მისი კოლეგები იხსენებენ სამედიცინოში რო სწავლობდა, ძალიან ცინიკოსი იყო, ანუ უზრდელი არ იყო, მაგრამ ყველას ჩვენიანის რო ვთქვათ, ეკაიფებოდაო ხალხს, ყოველთვის რაღაც პრიკოლებს იგონებდაო და ხუმრობა უყვარდაო. ახლა დაუბრუნდეთ ამ დიალოგს. უძრავი მამოძრავებელის არგუმენტი ეს თომა აკვინელის, ანუ უძრავი თვითონ არის მარადიული ღმერთი და ამოძრავებს მთელ სამყაროს. პირველ მიზეზის არგუმენტი თვითონ ღმერთია, პირველ მიზეზი ყველაფრის. შესაძლებლობიდან გამომდინარე არგუმენტი. ეხლა ამ თეზისებზე ცალ-ცალკე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს ფილოსოფიის სფერო არის და სხვაგან წაგვიყვანს, მაგრამ უბრალოდ ჩამოვთვალო. არგუმენტი საფეხურიდან და ტელეოლოგიური არგუმენტი ეს ნიშნავს, რომ მოწესრიგებულობა სამყაროსი. იმდენად ორგანიზებულია სამყარო, რომ უნდა არსებობდეს შემოქმედი. ეს იყო თომა აკვინელის ის ხუთი რაციონალური არგუმენტი ღმერთის არსებობის ყოფითობის დამადასტურებელი და კანტმა თვითონ შეიმუშავა კოსმოლოგიური არგუმენტი, რომ თვითონ ზოგადად რო სამყარო არის შექმნილი, ამას უნდა ყავდეს ავტორი, ეს თავისთავად არ შეიძლება იყოს, მაგრამ ვოლანს რო ეუბნებიან, შენი მტკიცებულება რაც არანაირი მტკიცებულება არ არისო საჭირო. ამა და ამ დღესო 14 ნისანსო პილატეო აი ასეთ ტანსაცმელშიო იდგაო სამსჯავროზეო და მოიყვანესო იქე იეშუა ჰანოცრიო და მერე ვოლანდი ყვება ამ რომანს, რომელსაც ოსტატი წერს. მერე თვითონ ოსტატიც ესაუბრება ბეზდომნის ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ოსტატიც ხვდება და ბეზდომნიც საერთოდ უცნაურია ერთ-ერთი ხელწერა, რომ ვოლანს ვისთანაც შეხება აქვს და ვისაც კონფლიქტი აქვს ვოლანსთან, ყველა ხვდება ფსიქიატრიულში. ორი დიდი სატვირთო მანქანითაც მიყავთ ეს ამღერებული ხალხი ფსიქიატრიულში, მერე იქ დააწყნარებენ და დაალაგდებიან, მაგრამ ბეზდომნი და ოსტატი ყველაზე მეტხანს არიან ამ ფსიქიატრიულში. ოსტატი განსაკუთრებით. და მეშვიდე მტკიცებულება, როგორც იკვეთება მერე, ესე ქვია თავს მთლიანად გაგრძელებას, რომ ბოროტების არსებობა ადასტურებს, რომ ღმერთი არსებობს. ესე გამოდის ჩემი აზრით. ბერლიოს როცა ელაპარაკება, მეო ვუთხარიო კანტსო მაშინო საუზმეზეო, რომ შენო ბიძიაო რაღაცა ისეთ რაღაცებს ამბობო, რომ მერეო განგაქიქებს ხალხიო. ერთმანეთს შეხედავენ და ესე წერს ბულგაკოვი. და ესო ვერ არისო ეს კაციო რა კანტთან, მაგრამ ბეზდომნიმ არ იცის კანტი ვინ არის და ეს კანტიო უნდა აიყვანო და გადაასახლო იმაშიო. სადმე ლაგერებში ეგეთ ბეზდომნი ბერლიოზი ეუბნება ივანეო დაწყნარდიო, ანუ ბერლიოზი მიხვდება, რომ ბეზდომნიმ ასეჩკა მოუვიდა, იმიტომ რომ საერთოდ აზრზე არ არის ვინ არის კანტი. მერე რასაც უწინასწარმეტყველებს, რომ ესე მოკვდები, ფეხი დაგისხლდება, ანუშკამ ზეთი დაღვარა და იქ ასტროლოგიასაც მიმართავს ვოლანდი, ეს ამ ფაზაშია, იმ ამ ფაზაშია, ანუშკამ ზეთი დაღვარა, თქვენ თავს მოგაჭრიან. თან მოგაჭრით კამსამოლკა, ანუ ტრამვაის ჩაუვარდები და თავს მოგაცლის ქალი. ბოლოს ისე მიდის კამათი, რომ ეს ამბობს, ეშმაკის არსებობაც არ გწამთო კაცო, არაო და რა ყველაფერი არ გწამთო, არც ისო, არც ესო და ისე მოხდება ამ ბერლიოზის სიკვდილი, რომ ივან ბეზდომნი შეესწრება ამ ყველაფერს და ახსენდება კიდეც, რომ იმან თქვა ეს, მერე უნდა რომ ესენი როგორმე დაიჭიროს, არ გამოსდის მირბის ამათ დასასმენად არ გამოსდის და
ამ დროს ემართება ზუსტად ეს ფსიქიური აშლილობა, მერე მიდის ამ თავის მწერლებთან და იქ გზადაგზა ერთ ხატს დაითრევს სანთელს, ჩამოიკიდებს ამ ხატს და იქამდე გადაივლებს ერთ მდინარეში იბანავებს, იქიდან რომ ამოძრება ტანსაცმელი მოპარული ხდება და კარლსონებში ნახევლად გახდილი ეს ცნობილი პოეტი მოვა თავის საზოგადოებაში და იქ ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რომ აშკარად შეშლილია ბელაგარიაჩკა სჭირსო და გამოიძახებენ ექიმს და ასე მოხდება ივან ბეზდომნი ფსიქიატრიულში. მაგრამ სანამ იქ მოხდება, როცა დიალოგი მიმდინარეობს, ბეზდომნი ეკითხება თქვენო ფსიქიატრიულშიო ნამყოფი ხართო? ამ ვოლანს ეკითხება. კიო, ნამყოფი ვარო, მაგრამ არ მიკითხავსო რა არისო შიზოფრენიაო და თქვენ მოგეცემათ ამის საშუალება, რომ პირადად გაიგოთ ეს რას ნიშნავს და ზუსტად შიზოფრენია ემართება ბეზდომნის. ერთის მხრივ ჩანს ბულგაკოვის იმაში, რომ ეშმაკი აკეთებს, მანიპულირებს ადამიანებით და ღმერთი არ ერევა ამ ყველაფერში. აი ეს სურათი რჩება აი ამ მომენტში. აქ ბევრი შეკითხვები ჩდება. ეს ბერლიოზი და ბეზდომნი რეალური, ასე ვთქვათ, მარტო ყოფითი ადამიანები არიან, მაგრამ მე მისტიურშიც ვხედავთ ჩვენ მათ. ვინ არის თვითონ ოსტატი და ვინ არის მარგარიტა, ესეც ძალიან საინტერესოა. მაგრამ სანამ მაგას შევეხები, ის მინდა მაგათი ამალას რო შევეხოთ, სვიტას, ანუ ეს წოდებას. რამდენიმე პიროვნება ახლავს მსახური მისი ამალა სვიტა ვოლანს. პირველი ეს არის თვითონ კაროვიევი, რომელიც მას ხარასავითა ყველას ეხუმრება, ძალიან დიდი მსახიობი არის, მაგრამ მე ბოლოს ჩვენ ხედავთ, რომ ის არის რიცარი, როგორ არის ქართულ, რაინდი, რომელმაც უიღბლოდ ეხუმრა და ამის გამო დაემართა ხვედრი, რომ ვოლანდის სვიტაშია. მეორე კატა ბეჰემოტი საინტერესო პერსონაჟია და არ გვჯერა ამ კატის არსებობის, მაგრამ იმ პრეცედენტის მერ რაც მოყევი დიდი კატები ნამდვილად არსებობენ, მაგრამ ლაპარაკობენ თუ არა, არ ვიცი. და აზაზელო ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის, აი ამაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, იმიტომ რომ ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟია ამ სვიტაში და ბიბლიაშიც არის ეს სახელი ნახსენები აზაზელი და არაკანონიკურ ტექსტშიც არის. ენოქის წიგნში, ეთიოპიურ ენოქის წიგნში მერვე თავში არის პირველ მუხლში ნახსენები და ლევიტელთა წიგნის მე-16 თავში, სადაც განტევების ვაცია ლაპარაკი, აზაზელი ქვია ამ განტევების ვაცს. ვინც სადაც არ გახსოვთ რა არის ეს განტევების ვაცი, 2 წუთი მინდა ამას დაუთმო, იმიტომ რომ აზაზელო ზუსტად ეგეთ როლს ასრულებს, რომ ვიღაცები დასაჯოს და ამავდროულად რაღაცები თავის თავზე წაიღოს. თვითონ აზ ებრაულად ნიშნავს ვაცი და აზელ როგორც წასვლა სადღაც. 2 ვაცი მოყავდათ ძველ აღთქმაში, მარტივად რო ვთქვათ, ერთი ვაცი იკლებოდა და წაძარში ხდებოდა მისი სისხლის ბკურება და მეორე ვაცზე ილოცებდა მღვდელმთავარი და მთელი ხალხის ცოდვები მასზე გადადიოდა და უშვებდნენ უდაბნოში და აი ამას ჰქვია აზაზელი. მაგრამ ენოქის წიგნში არის აზაზელი უდაბნოს დემონი, დაცემული ანგელოზია, რომელმაც ადამიანებს ასწავლა ხმლის გაკეთება, ადამიანებს ასწავლა
ქალებს ასწავლა სახის მოპრანჭვა ისე რომ ამით აცდუნონ ხალხი, ესე წერია ენოქის წიგნში. ანუ მე კოსმეტიკასთან არ არის პრობლემა, რომ აქ უბრალოდ რაც წერია იქ იმას ვამბობთ. ენოქის წიგნში აზაზელი არის უარყოფითი პერსონაჟი, ლევიტელთა წიგნში, ანუ მოსეს 5 წიგნეულში აზაზელი არის განტევების ვაცი, რომელიც თავის თავზე იღებს ცოდვებს და ახალ აღთქმაში კრავი როგორც კრავი იესო ქრისტე იღებს ამ ყველაფერს თავის თავზე, როგორც ხალხის ცოდვებს, ასევე ის ხდება საბყურებელი სისხლი. სისხლსაც განსაკუთრებული ადგილი აქვს ბულგაკოვის რომანშიც და ფაუსტშიც, მაგასაც შევეხებით. აზაზელო ეს პერსონაჟი არის, რომელიც უდაბნოს დემონია და ბოლოს ჩანს ეს ვოლანდის სვიტაშიც, ბოლო ხვედრი როცა ჩვენ ვხედავთ. ეხლა ბეზდომნის თვითონ ოსტატი თვითონ ევლინება აი ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკვე რომ მოხდება. ოსტატიც იქვე არის 118 ოთახში, ბეზდომნი 117-ში. მეზობლები არიან, მაგრამ ოსტატი როგორც ჭკვიანი და განათლებული კაცი და ისეთი დაითრევს ამ გასაღებებს, რომელსაც იქ მომლელი ქალი მეტპერსონალი კარგავს და აქვს ეს გასაღები და ამას აკითხავს და უყვება ამ ყველაფერს, საუბრობენ. პირდაპირ ტექსტით არ წერია, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ოსტატი და ვოლანდი იცნობენ ერთმანეთს. იმიტომ რომ როდესაც ბეზდომნისთან საუბრობს პირველად, გაესაუბრება თქვენ რატომ მოხვდით აქ? მეო პილატეს გამო მოხვდიო, ბეზდომნიეუბნება. ანუ პილატეზე ხო იმ ეპოქაზე ხო კრიტიკას წერდა ესეც. თქვენ მეცო იგივე მიზეზით მოხვდიო და როგორო კაცო. რანაირათო და ეხა ბეზდომნი უყვება რაც მოხდა იქ, როგორი ილაპარაკეს ეს და როგორ ვერ მიხვდითო კაცო, ვინ იყო ისო. ვინ იყო ისო? როგორ კარგიო შენო უმეცარი კაცი ხარო, გასაგებიაო და ეს ბერლიოზი როგორ ვერ მიხვდაო კაცო, ფაუსტის ის მაინც არა გაქვთ ნანახიო, ოპერაო. მაგრამ ვოლანსო ეგეთები გაუცურებიაო, აი ამ სახელს რო იტყვის ბეზდომნი იძაბება, საიდან იცის ამან ეს სახელი. და სახელი რო იცის ოსტატმა, ზუსტად ეს არის მითითება ჩემი აზრით, არ ამბობს ბულგაკოვი ამას, რომ ოსტატი და ვოლანდიც ხელშეკრულებაში არის. და რახან არ იბეჭდება ოსტატის რომანი, რომელსაც ლატონსკი აკრიტიკებს და მერე რო მარგარიტა იფრენს და ჩალეწავს მის სახლს. ზუსტად შურის საძიებლად მოდის აი ამ კოლეგებზე, რომლებიც აი ამ წერალთა კავშირის ხელმძღვანელი ვინ არის? ბერლიოზი. რატომ მოაჭრა მას თავი ვოლანდმა? იმიტომ რომ ზუსტად მისი დირიჟორობით არ იბეჭდება ოსტატის რომანი. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი გააზრება არის ამ ასპექტის. გარდა ამ სვიტისა, რომელიც ჩამორთვალე, ასევე ყავს ვოლანს ესეთი პერსონაჟი, როგორც არის აბადონა. და აბადონი არის შავეთის ანგელოზი, გამოცხადების წიგნშიც არის ნახსენები, რომელიც ბოლოს ჩდება, მას სათვალეები აქვს და თუ სათვალეებს მოიხსნის და ჩაგხედავს, სიკვდილი გარდაუვალი, ანუ სიკვდილის ანგელოზიც არის ეს აბადონი. ბეზდომნისთან მერე ოსტატი კიდევ მოდის, კიდე საუბრობენ და ამ პირველ საუბარში ეუბნება ამ
შეხვედრაშიო თქვენო პირადად ესაუბრეთო სატანასო. და ბეზდომნი დარწმუნდება, რომ ბოროტ ძალებთან ჰქონდათ კავშირი, მაგრამ ვინც კი ამას ამბობს, ყველა ფსიქიატრიულში ხდება. ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი დიალოგი, მერე მისი შედეგები და მეორე თავარი დიალოგი, რომელიც თელ საზოგადოებასთან მიმდინარეობს, ეს არის ვარიტეს თეატრში, სადაც ვოლანდი თავის სვიტასთან ერთად ატარებს გამოსვლას, ასე ვთქვათ, მაგიურ გამოსვლას. წინასწარ მოელაპარაკება ამ ორგანიზატორებს, დირექტორებს, ადმინისტრატორებს, მაგრამ მერე ვერ არავის არ აქვს ეს საბუთები, ხელმოწერები. ვერაფერს ვერ აღმოაჩენენ მერე გამოძიების დროს, სად რის საფუძველზე მოხდა, არადა ყველაფერს ლეგალურად აკეთებს, ისე აჩვენებს თავს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რა არის, რომ მანდაც არის ალუზია ახალი აღთქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რაზეც პარალელს გავავლებ. იქ ფოკუსებს რო ატარებს, მერე ეს კონფერენცია ვინც არის ეჩრება და კომენტარებს აკეთებს და მობეზრდებათ და რა უყოთო ამ კონფერენციას უბრალოდ. თავი მოვაძროთო ერთი დაიყვირებს და ბეჰემოთ კატა ბეჰემოტს უბრძანებენ და შეახტება ამ კონფერენციას, მოაგლიჯავს თავს და ესე ხელში უჭერიათ მე ეს თავი. დააბრუნეთ, მერე ისევ დაუბრუნებენ და ეს კაცი, ვისაც თავს მოაძრობენ, ესეც იგივე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხდება, სადაც ბეზდომნი და ოსტატი არიან. და მერე მთელი ცხოვრება წელიწადში ერთხელ ზუსტად მაგ პერიოდში ემართება ეს გახსენებები და გონია რომ თავს მოაძრობენ და მთელი ცხოვრება დაავადებული არის ეს კაცი. თითქმის ყველა პერსონაჟი უმრავლესობა მათგანი ხდება ფსიქიატრიაში. მან თუ გახსოვთ ერთი შიშველი ქალბატონი მერე რომელიც ღებულობს 50 ბინაში რომელიც ბერლიოზისა იყო და იქ დასახლდება ეს სვიტა გელა ნიშნავს სიცილს ბერძნულიდან ღიმილს და გელას შრამიცა აქ ეთყობა ვამპირის მსხვერპლი იყო ეგ შრამი გრეთხემზეც არის ნახსენები ფაუსტში გაკვირით და იქ წერია ძალიან საინტერესო რაღაცა, როდესაც გელა ელაპარაკება ხალხს, ფრანგულად ელაპარაკებოდაო. რუსულად ესე წერია. ანა ტარახტილა на французском და ყველას ესმოდაო რუსულად. ახალ აღთქმაზე გადავიტანოთ. საქმე მოციქულთაში როდესაც სულიწმინდა გადმოდის 50 დღეს ხალხზე მეორე თავში. მრავალენოვანი ხალხია მოსული და პეტრე როცა ლაპარაკობს და ყველა როცა ლაპარაკობს იმათ თავიანთ ენებზე ესმით. მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში ესენი მართლა ლაპარაკობენ იმათ ენებზე. იმ მრავალ. აი ეს რაღაც ალუზიას ვხედავ აქ, რომ მიმბაძველობა ვოლანდის ღმერთისადმი და ის ხომ თქვა, რომ აჩრდილი ვარ ბოროტების. გელას უცნაური ფუნქციები აქვს მან. მე ერთ-ერთი ადმინისტრატორს უნდა უკბინოს და სისხლი გამოწოვოს და ამ დროს მამალი დაიყევილებს და მამლის ყევილის ეშინიათ ვამპირებს და გაქრება ესე თავსაც ესე ქვია დიდება მამალს თუ რაღაცა სლავა პიტუხუ თუ რაღაც ესე და ქრება იქიდან. სისხლს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ბულგაკოვის რომანში, აი ნახეთ ესეთ ფრაზას ამბობს. ძალიან დიადი საქმეა სისხლი. მარგარიტას ეუბნება. სანამ ოსტატს დააბრუნებენ იქ, მარგარიტას ეუბნება, რომ ძალიან დიადი საქმე არის სისხლი. და ფაუსტშიც საკმარისია სულ უბრალო ფურცლის ნახვევი, ზედოღონდ სისხლით მიაწერე შენი სახელი.
მეფისტოფელი ეუბნება ხელშეკრულების დადებისას. ო არა, სისხლის სხვა რამეა, სულ სხვა წვენია. ფაუსტი ისევ მეფისტოფელი ამბობს. და ახალ აღთქმაშიც და თლიან ბიბლიაშიც დიდი დატვირთვა აქვს სისხლს. სისხლის გარეშე არ არსებობს ცოდვების პატიება. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე მე-9 თავი 22 მუხლი. აი პარალელები ნახეთ როგორ არის. ახლა მარგარიტა, ვინ არის მარგარიტა, ამაზე ვილაპარაკოთ. მარგარიტა არის 30 წლის ქალბატონი. გათხოვილი არის შემდგარ დიდ ადამიანზე, რომელიც დახასიათებულია ესე, იყო ახალგაზრდა, ლამაზი, კეთილი, წრფელი და აღმერთებდა თავის ცოლს მარგარიტას. და მეცნიერული აღმოჩენაც აქვს რაღაც ამ კაცს გაკეთებული, რაზეც არ არის დაკონკრეტება და ერთ-ერთი ქარხნის უფროსი არის, რაღაცა სამეცნიერო ქარხნის სავარაუდოდ. ამ კაცს უყვარს თავის ცოლი, მარგარიტას არაფერი აკლია, მაგრამ მთელი უბედურება მარგარიტას ის არის, რომ არ უყვარს ეს კაცი. და ამ თავის სიყვარულის ძიებაშია და ფიქრობ ვოლანდი მოაწყობს ისე, რომ ოსტატი და მარგარიტა ერთ დღეს შეხვდებიან ქუჩაში ერთმანეთს. მარგარიტას ყვითელი ყვავილები აქვს, მე მგონი პიონები. ხო, მერეა ნახსენები ესე პიონი, მაგრამ არ ვიცი პიონი ყვითელი არსებობს. ხო, არის ნახსენები შემდეგ და შეგვიძლია დავაკავშიროთ, ამ ყვითელ ყვავილებს ვერ იტანს ეს ოსტატი და გადააგდებს მარგარიტა, აქედან ისინი ერთმანეთს გაიცნობენ, შეუყვარდებათ ერთმანეთი. დადის მარგარიტა ამ ოსტატთან. იქ ალაიზი მაგარიჩი ჩაუშვებს ოსტატს და მერე ფსიქიატრიულშიც ხდება ოსტატი თავის ფეხით მიდის ფსიქიატრიულში. რომანს არ დაუბეჭდავენ. თვითონ ზეპირადიც ეს რომანი დაზეპირებული აქვს. მარგარიტა არის ჩვეულებრივ კლასიკურად ქალი, რომელსაც ოჯახური ბედნიერება არ აქვს და უყვარს სხვა კაცი და ამ კაცისთვის მზად არის, რომ ეშმაკს სულიც კი მიჰყიდოს. მერე ფსიქიატრიულში რომ მოხვდება ოსტატი, 9 საათის ხო გვაქვს. კავშირს კარგავენ მარგარიტა და ოსტატი. არ იცის არც მარგარიტა მის ცოცხალია თუ არა, სად არის, რას აკეთებს და ერთ დღესაც გამოვა პარკში ზის და ფიქრობს სულსაც კი მივყიდიდიო ეშმაკსო, ჩემს სულსაც კი დავდებდი, ოღონდო მასთან შევხვდეო და ამ დროს აქ აზაზელო შემოდის. და აზაზელო ესაუბრება მას და მარგარიტა ფიქრობს, რომ აზაზელო კერავს ახლა მას, რომ რაღაცა როგორც კაცი. და მიმოზა, ხო, მიმოზა, კი ბატონო. ხო, შემეშალა სახელი. მადლობა, აი ქალბატონებმა უკეთესიან ყვავილების. ეხლა ყველანაირად ცდილობს მარგარიტა, რომ ეს აზაზელო მოიშოროს და აზაზელო მიმართავს ხრიკს. ციტატა მოყავს ოსტატის რომანიდან და როგორ იწყება ეს. ერთადერთი სრული ციტატა ამ რომანიდან, რომელიც ვიცით. მერე კი ყვებიან და ხვდებით, რომ ეს რომანია, მაგრამ პერსონაჟებს ან ესიზმრებათ, ან თვითონ ყვებიან. ხმელთაშუა ზღვიდან დაძრულმა უკუნმა ერთიანად გადაფარა პროკურატურის საძულველი ქალაქი იერუშალაიმი. გაქრა თავკიდული ბაღები, რომელიც ქალაქს ტონიუსის ტაძართან აერთებდა. გაქრა იერუშალაიმი, დიდებული ქალაქი, თითქოს არც არსებულა ამ ქვეყნად. თქვენს მიწამ გიყოთ პირი თქვენი კიდეებ შემომწვარი. რვეულითა და გამხმარი ვარდით. ზიხართ ამ სკამზე,
მარტო ემუდარებით გაგათავისუფლოთ. სუნთქვის საშუალება მოგცა, სოვნიდან გაქცილდეთ და ეხლა მარგარიტა ფიქრობს ის კაი შეიძლება ის ციტატა იცის საიდანაც, მაგრამ ეს საიდან იცისო მე რო ეს ფიქრები მქონდაო და აქედან იმართება მათ შორის საუბარი და დიალოგი. მე აზაზელოს თავაზობს კრემს მისცემს, რომელიც ოქროს ყუთში არის. ეს არის სასწაულებრივი კრემი, რომელსაც მე მარგარიტა წაისმევს და ფრენას იწყებს ამის შედეგად, მისი სახური გოგო ნატაშაც წაისმევს და მის მეზობელსაც წაусმევს, რომელსაც მე ტრანსპორტის საშუალებად გამოიყენებს როგორც ღრუტუნას. და ესეთი სარკასტული და საოცარი პერსონაჟებიც ჩდებიან. ერთდროულად კომიკური და სარკასტული წერა და მეორედროულად სიღრმისეული და მისტიური. აი მას ახერხებს ბულგაკოვი, რომ ესე წაიყვანოს თავისი თხრობა. კონკრეტულ დავალებებს აძლევს აზაზელო, აი ესე ასე უნდა გააკეთო, თქვენ მას შეხვდებით და რა უნდა ვქნაო, რომ შევხვდებიო ეხლა? უნდა დავნებდეო იმ ვოლანტსო, მარგარიტა ელონება. ეგო ბევრ ქალს სულსო, მაგრამ მე ეჭვებაო ეგ რომ მოხდეს. ანუ იმ დონეზე უჭირავს ვოლანტს თავი, რომ ამაზეც კი სხვათა შორის ანტიქრისტეზე არის ნათქვამი ბიბლიაში, რომ ქალის სურვილს არ იკადრისებს ის. და აქაც ჩანს ალუზია, რომ ვოლანდი იმ დონეზე იჭერს თავს, რომ ასეთ ამბავზე არ მიდის. თან ხვდება მარგარიტა, ბრუნდება სახლში, ასრულებს ზუსტად ესე, საღამოს 10 საათზე ურეკავენ, რა უნდა გააკეთოს, წაისმევს იქამდე ყველაფერს, ფრენას იწყებს, ეს ნატაშაც შემოესწრება და ნატაშა უხსნის, რომ ამ კრემის გამო ეს ყველაფერიო შენ გქონდესო, დაუწერს თავის ქმარს. მაპატიე სხვა მიყვარს, პარაფრაზს ვამბობ ეხლა. მე გავხდი ალქაჯი, ნახვამდის დამევიწყე. ვეჯმა გავხდიო, ანუ ალქაჯი კუდიანი. და გაფრინდება, მიდის მერე იქ ჯერ უცნაურ ტყეში აღმოჩნდება, ამ ეს გზა უნდა გაიაროს, იბანავებს იქენ ერთ წყალში. ესეც ალუზია არის ნათლისღებასთან ნახეთ. წყალში უნდა იბანაოს. კი. ეს კრემის წასმაც ეხლა ცუდ რაღაცებს ვადარებ, მაგრამ მირონცხებასთანაც არის რაღაც ალუზია. აი, ყველაფერში შეიძლება დავინახო. რატო ვაკეთებ ამას? მარტო იმიტომ, რომ მე ვარ პროფესიით თეოლოგი, არა. თვითონ ბულგაკოვის ცოლმა, როდესაც მას ეკითხებოდნენ, მან თქვა, რომ თუ არ გაითვალისწინებთ იმას, რომ მიხეილ ბულგაკოვის მამაო თეოლოგიის პროფესორი იყო, ვერ გაიგებთ თქვენ ამ რომანს, მის შემოქმედებას. იმდენად დიდი გავლენა ქონდა თეოლოგიას ბულგაკოვზე. მან 5 ენა იცოდა როგორც მინიმუმ, ეს გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ლათინური და ბერძნული და ზუსტად ოსტატმაც ეს 5-ვე ენა იცის, ამას ეუბნება ვოლანი, იმას ბეზდომნის. ამიტომ რომელი პერსონაჟი არის თვითონ ბიოგრაფიულად ბულგაკოვი, მე ვფიქრობ, ყველა პერსონაჟი არის ნაწილობრივ ეს ამბავი, ასე ვთქვათ. მარგარიტა აღმოჩნდება ვოლანდის აუდიენციაში, საბოლოოდ რისთვის დაფრინავს და რატომ ხვდებით, იმით რომ განბანვაც უნდა მოხდეს მისი და მერე მას უცნაური არსება მანქანით მიიყვანს ამ ბინამდე და 50-ე ბინაში შედის, ამ ოთახში შედის და უკვე იწყება სხვა განზომილება და იწყება ჯოჯოხეთის სცენა, რომელიც უნდა განვიხილოთ აუცილებლად ერთხელ. ჯოჯოხეთის სცენა, იქ სავსეა ცნობილი ადამიანები, არის ესეთი პერსონაჟი ფრიდა, რომელმაც საკუთარი ბავშვი თვითონ მოკლა, საკუთარი ხელსახოცით გაგუდა, ალუზია მარგარეტთან, რომელმაც ასევე ეს ჩაიდინა ფაუსტში. ანუ ბავშვის მკვლელობა იქაც არის, აქაც არის. შთაგონება ფაუსტიდან.
და მე მარგარიტას გააკეთებს ისე რომ ეს ცხვირსახოცი არ მიუტანონ ყოველთვის ეს ახსენებენ ფრიდას რა ჩაიდინა და აი ეს არის მისი ტანჯვა ჯოჯოხეთში და მარგარიტას თხოვნით ამ ცხვირსახოცს აღარ აჩვენებენ. მაგრამ იქამდე საინტერესო ამბავი ხდება ამ ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთის დედოფალი არის მარგარიტა, კაროვიევი გზადაგზა ეუბნება მას, ფაგოტი იგივე რომ თქვენო სამეფო სისხლის ხართ. ნახეთ ისევ სისხლისაკ. საიდანო და ეხაო რომ ეთქვაო მე-16 საუკუნეშიო შენი წინაპრისთვისო იმ დედოფლისთვის ან პრინცესასთვისო რომ შენი შვილთა შვილიო აი ჯოჯოხეთის მეჯლისზე დედოფალი იქნებაო არ დაიჯერებდაო მაგრამ ხო ხედავთო როგორ არის ანუ მარგარიტამაც არის ის რომ სამეფო სისხლი აქვს ფაგოტი უცხადებს ამას რუსეთში დიდი ბევრი ფრანგი გადასახლდა ერთ პერიოდში რევოლუციის მერე განსაკუთრებით და არ არის გამორიცხული რომ რომელიღაც სამეფო ასე ვთქვათ სისხლის მქონე ხალხიც ყოფილიყო ეს მითითება არის მე ვფიქრობ მაგრამ უყურეთ 121-მდეო მარგარიტა ვნახეთო და მარტო თქვენ დააკმაყოფილეთო ჩვენი კრიტერიუმები რატომ სამეფო სისხლი ჭირდებათ ქრისტე საიდან არის? იუდას ტომიდან სამეფო ნახეთ. ალუზია აქაც. ღვთისმშობელი საიდან არის? იუდას ტომიდან სამეფო სისხლი აქვს. მარგარიტა ღვთისმშობლის ანტიპოდი არის. ღვთისმშობელი აქითაა დედოფალი, მარგარიტა ჯოჯოხეთში არის დედოფალი. მოიტანენ ლანგარზე მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზის თავს და საინტერესოა ეხლა ვოლანდისა და ამ მიხაილ ალექსანდროვიჩის დიალოგიას. ვოლანდი ეუბნება მიხაილ ალექსანდროვიჩ ხომ ხედავთ თავი ქალმა მოგკვეთათ არსებობას აგრძელებთ თქვენ სიცოცხლეში იყავით იმ თეორიის მომხრე, რომლის თანახმადაც გარდაცვალების შემდეგ არაფერი არ ხდება. მაგრამ აქ მყოფი საზოგადოება თქვენი თეორიის საპირისპირო დამასაბუთებელი ფაქტია. ფაქტი კი ყველაზე ჯიუტი რამ არის ცხოვრებაში. ესე ეუბნება. მაგრამ არსებობს კიდე ერთი თეორიაო, რომლის თანახმადაც თქვენი რწმენისამებრ მოგეგებათ თქვენ. ეხლა რატო არის ვოლანდი მატყუარა? ხშირად ის არ ეტყუება აქ რომანში. მაგრამ ამ ციტატას ეს კონკრეტული პარაფრაზი არის მათეს სახარებიდან მე-9 თავიდან 29 მუხლი არის, აი ნახეთ. ბრმებს ეუბნება ქრისტე. მაშინ შეახო მათ თვალებს და უთხრა თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ. კონტექსტი არის ესეთი ქრისტე ბრმები მივლენ მასთან გვიშველე და რა გინდათ თვალი რო აგვიხილო და დაადებს ხელს მათი სახარების 9:29 და ეუბნება თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ და თავიდან ბერლიოზთან და ბეზდომნისთან საუბარში ვოლანდი ამბობს რომ მაპატიეთო რა ბატონო ბერლიოზო ეხა თქვენ ხო კარგად იცითო რომ რაც სახარებებში არის ნათქვამიო არაფერი არაა სიმართლეო მაგრამ აქ ჯოჯოხეთში ზუსტად კანონიკური სახარებიდან მოაქვს ციტატა პარაფრაზი თუმცა იქ საუბარში ამ სახარებებს უარყოფს და ეხლა რას ეუბნება ბერლიოზს ამ თეორიის თანახმად თქვენ მიდიხართ არაყოფიერში ანუ არარსებობაში და ბერლიოზი ნადგურდება იქ პიროვნულად, გადაიქცევა ფიალად, ბარძიმად, ჯოჯოხეთის ბარძიმად და არ თავდება ისტორია. აქ შემოდის ვინმე მიგელ ბარონი, რომელიც უშიშროების ჯაშუშია და ამ 50-ე ოთახში რომ ამდენი მოვლენები ხდება და ამბები ხდება, იქ
მისვლას ეტყვის უშიშროება და შეუთანხმდება ვოლანდის სვიტის ერთ-ერთი გელა პასუხობს თუ არ ვწდები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ პასუხობს. მიდის ზუსტად ამ დღეს, როცა მარგარიტა მივიდა და გააკეთებს ვოლანდი ისე, რომ აღმოჩნდეს ეს მეჯლისზე და ზუსტად ამ დროს და აი აქ. რატომ? იმიტომ რომ სხვებს შეწირვაც არის საჭირო სატანის ტაბლასთან. და ეუბნებიან ბარონ მიგელო, როგორც შევიტყვეთო, თქვენო ძალიან გრძელი ენა გაქვთ. და ამ დროს მოდის აბადონა, მოიძრობს სათვალეს და შეხედავს მიგელს, რაც ნიშნავს, რომ ის უნდა მოკვდეს და ამავდროულად აზაზელო გაისვრის და გულში გაარტყავს ტყვიას. ადგილზე კვდება ეს მიგელ ბარონი ამ ფიალით, ბერლიოზის თავი, რომელიც გადაიქცა ფიალად, აიღებენ ამ სისხლს და მისცემს მარგარიტას და ეუბნება დალიე. აი ეგ მომენტი მინდა აქ თუ ვნახე ხა. არა აქვს მნიშვნელობა, ხო. დალიე ეუბნება მარგარიტა შესვამს. ცოტა შეცფუნდება, იმიტომ რომ მისთვისაც პირველი გამოცდილებაა ასე. შესვამს და ამ დროს ვეღაცეები ეჩურჩულებიან. ნუ გეშინია ეს სისხლიო დაიღვარაო. მიწაში წავიდაო და უკვეო. ვაზადაც გადაიქცა, ვენახადაც გადაიქცაო. ყურმან. ნახეთ ზიარების საიდუმლოს დროს, როცა ილოცება, ქრისტეს სისხლს და ხორცს უწოდებენ. პირიქით ღვინო და პური იცვლება ქრისტეს სისხლად და ხორცად, არა ქიმიურად, არამედ მისტიურად. აქაც ადამიანის სისხლი, სატანის მეჯლისზე მოტანული სისხლი, პირიქით ღვინოთ იქცევა, ნახეთ, ვენახად იქცევა. პერვერსია არის, ანტიპოდი, საპირისპირო რაღაცეები ხდება. დამთავრდება ეს მეჯლისი, ისე უკვე ბრუნდებიან ვოლანდის ამ ოთახში. ეხლა ითხოვეთ რა გინდათო თქვენთვისო ეკითხებიან მარგარიტას. ეს სვიტა ეუბნება, აი დედოფალო, ძალიან ყურადღებით იყავიო, ეხლა არა აცდენა არ მოგივიდესო, იმიტომ რომ ესეთი შანსიო აღარ გექნებათო. და ამას ვოლანდი ეუბნება, რომ უკვე მარგარიტა წასვლას აპირებს. რატო დაიღალეო ეკითხებიან. არა, უბრალოდ თუო. 1-10 წუთიც და დავამთავრე. უბრალოდ თუ აღარ გჭირდებითო წავალო. სწორად იქცევიო, არასოდეს არაფერი არ უნდა ითხოვოთ. განსაკუთრებით მათ არ უნდა თხოვოთ, რომლებიც თქვენზე ძლიერები არიან. თვითონ შემოგთავაზებენ ყველაფერს. და თავის თავს გულისხმობს ამ შემთხვევაში. და სთავაზობს, რა გინდა რო გაგიკეთო. აიო ფრიდასო იქო შევპირდიო, რომ შემომსუბუქებდიო იქო, მეჯლისი რო იყო, შევპირდიო და ეხაო მოლოდინი აქვსო და განაწყენდებაო ჩემშიო და არ მინდაო რომ ესო. ვინაიდანო ფრიდასგან არანაირი ქრთამის მიღების შანსი არა გაქვთო. ეს იმას ადასტურებს, რომ კეთილი ადამიანი ხართო თქვენ. და თქვენ უშველითო, მე არაო, შენ თვითონ გაუკეთეო. ანუ უკვე ეუბნება, რომ შენც დედოფლის სტატუსი გაქვს და შენც გაქვს ძალაუფლება. შენ უკვე ალქაჯი ხარ. და ფრიდას ანთავისუფლებს ამ სასჯელისგან, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის ამ ცხვირს სახოთს მიაწვდიან, ახსენებენ და ეს ტანჯავს მას, ეს ვერ თავისუფლდება ამისგან, რომ ის მან მოკლა საკუთარი შვილი. თავისთვის ითხოვს, რომ დამიბრუნეთ ჩემი ოსტატიო და ოსტატი გაჩდება აი ამ სივრცეში. რომანზე საუბრობენ და აი ამ დიალოგშიც პირდაპირ მითითება არ არის, ჩანს, რომ ოსტატი და ვოლანდი უფრო ადრე იცნობდნენ ერთმანეთს, ვიდრე
მარგარიტა და ვოლანდი. ჩემი აზრით. ვფიქრობ, მარგარიტას შეხვედრა და ოსტატის შეხვედრა მარგარიტას ქმარზეც შურისძიებაც არის, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს კომუნისტურ საზოგადოებაში, დიდი გავლენები აქვს და ირიბად თუ რაღაცნაირად კავშირშია იმ ისტორიასთან, რომ არ იბეჭდება ეს რომანი. რატომღაც ესეთი შთაბეჭდილება მრჩება მე ამ ქვეტექსტს ვკითხულობ. იმიტომ რომ არ შეიძლება შემთხვევით ეს კაცი, წესიერი კაცი დაისაჯოს იმით, რომ ცოლი სხვას შეიყვარებს. ამ შეხვედრას ხო აშკარად ვოლანდი აწყობს. მარგარიტასა და ოსტატის შეხვედრას. თორე ქუჩაში არავინ არ არის, რანაირად ამხელა ქალაქში. ოსტატი უბრუნდება მარგარიტას, ბრუნდებიან ისევ იმ სარდაფში. აგრძელებენ თავის ცხოვრებას, მაგრამ არ მთავრდება აქ ისტორია და საინტერესო რამ გრძელდება. ეხლა არის დიალოგი ლევი მათესა და ვოლანდ შორის. ლევი მათე, რომელიც ჰანოცრის მოწაფეა, ანუ იეშუა ჰანოცრი. იეშუა არის ებრაული სახელი იესო ქრისტესი, ჰანოცრი ნიშნავს ნაზარეთიდან. და როდესაც უკვე ვოლანდის სვიტა აპირებს რომ დატოვოს მოსკოვი, ლევი მათე გამოეცხადება მათ ერთ-ერთი შენობის სახლის სახურავს. რა გინდა, რისთვის მოხვედიო ეს ეუბნება? დაუპატიჟებელო და მაგრამ მოსალოდნელ უმარო. მეო ჩრდილთა და ბრძანებელო და ბოროტების მეუფეო, თქვენთანო მისი დავალებით მოვედიო. მან წაიკითხაო რომანიო და ითხოვს, გთხოვთო რომ სიმშვიდეში მოხვდესო ოსტატიო. და თქვენთან ნათელში რატო არ წაიყვანთ? ნათელი არ დაუმსახურებიაო, სიმშვიდე დაიმსახურაო. და იოანეს სახარებაში მრავალჯერ არის ნათქვამი, რომ იესო ქრისტე ამბობს, მე ვარ ნათელი ამ წუთს, ნათელი აშკარად, ღმერთის სამყაროზეა ხო საუბარი. სიმშვიდე დაიმსახურა, მაგრამ ისიც, ვისაც ოსტატი უყვარდაო, ისიცო აუცილებლად მასთან ერთად უნდა მოხვდესო. ეხა უშენოთო ვერ მივხვდებოდითო? ისეო რას უნდა აკეთებდესო შენი სიკეთეო? ბოროტების გარეშეო, არ გიფიქრიაო, იფიქრეო ამაზეო. როგორ შეიძლებაო საგნებიო ჩრდილის გარეშე არსებობდესო? და შენი სიკეთეცო არაფრის მაგნისიაო ბოროტების გარეშეო. ანუ თავის მნიშვნელოვანებას უმტკიცებს იეშუა ჰანოცრის მოწაფეს ლევი მათეს ვოლანდი და ლევი მათე პასუხობს, რომ არ მინდა შენთან კამათი სოფისტო, ბებერო სოფისტო, ესე ეუბნება, ანუ ბებერი სოფისტი ნიშნავს, რომ დიდი გამოცდილება აქვს მრავალი ადამიანის და პიროვნების დაბოლებაში. სოფისტი, იყვნენ ხალხი, ვინც თავის შეხედულებებს ცდარი აქსიომების საფუძველზე ამტკიცებდნენ. შეუსრულებენ ამ ყველაფერს. მერე აზაზელოს ეუბნება, წადი და ყველაფერი მოაწყვე, მიდის მოწამლავს მათ, მაგრამ ოსტატის სხეულსაც ფსიქიატრიულში პოულობენ და მარგარიტას სხეულს პოულობენ მისი ქმრის სახლში. რომ ყველაფერი ბუნებრივი იყოს. ან ეს სხეულები იქ წაიღო, ან განზომილებითად ვოლანდი აკეთებს ამ ყველაფერს. და არ მთავრდება კიდე ისტორია, გრძელდება, ესენი მიდიან უკვე ამ სიმშვიდეში დასამკვიდრებლად და ბოლო ეპიზოდს ვიტყვი და დავასრულებ. ოსტატი ამ გზაზე სანამ ის დამკვიდრდება სიმშვიდის ადგილას,
უნდა შეხვდეს თავის პერსონაჟს. პილატეს, რომელიც 2000 წელია იქ არის და ელოდება იმას, რომ ჰანოცრისთან დაასრულოს საუბარი. მაგრამ არ ეძლევა ამის საშუალება, შეუძლია მისცეს ოსტატმა. და ვოლანდი ეუბნება, რომ გაანთავისუფლეს. და სანამ ისინი მარგარიტა და ეს დამკვიდრდებიან სიმშვიდის ადგილას, თავისუფალი ხარ ყვირის ოსტატი და იმსხრევა იქ კლდეები და პილატესა და ჰანოცრის შეხვედრა შედგება იმ ბილიკზე, რომელზეც მას არ შეუძლია ასვლა, ჰანოცრი მოდის და აგრძელებენ ისინი საუბარს. ნათელში მიდიან. ანუ პილატე ნათელში ხვდება. მაგრამ მას 1000 წელიწადზე მეტი უწევს ტანჯვაში ყოფნა. რაც განსაწმენდელზეც არის რაღაც ალუზია, რომელიც კათოლიციზმში არსებობს და მართლმადიდებლობაში არა. ეხლა რაც შეეხება იმ ცოტა ერთი წუთი მინდა ვთქვა ჯვრის შიშზე და ქრისტეს პიროვნების შიშზე, რაც მითითებები არის ამ რომანში. როდესაც ეს ოსტატი და მარგარიტა უკვე გარდაცვლები არიან და უნდა მოხვდნენ სიმშვიდის ადგილას, ამ ცხენებზე სანამ შეძლებიან ამ ზებუნებრივ არსებებზე, ერთ-ერთი იქ მზარეული ქალი დაინახავს მათ და მიხვდება აშკარად რომ რაღაც უწმინდურ ძალებს აქვს ადგილი და პირჯვრის გადაწერას აპირებს ეს ქალი. და აზაზელო უყვირის რუკუ სლამაიო, ხელს მოკტეხავ ეუბნება და აღარ გადაიწერს პირჯვარს. მეორე მომენტი, როდესაც იმ ვარიტეს მებუფეტე კაცი მიდის ამ 50-ე ოთახში, რომ მისი ფულები რაც მიუტანეს იქ ფოკუსი რო ჩაატარა მისმა სვიტამ, ეს ფულები ხო აკრიფა ხალხმა და მე ამ სასადილოში საჭმელიც იყიდეს ამ ფულით და მეორე დღეს ეს ფულები ქაღალდები აღმოჩნდა ჩვეულებრივი. და მიდის რომ ეს ფული დაიბრუნოს, ვითომ უბრუნებენ ამას, ქუდი რჩება, მე უკან ბრუნდება და ეს ქუდი რო უნდა დაიბრუნოს, დაიხურავს და ეს ქუდი კატად, ანუ შეატყობს რომ თავისი ქუდი არ არის, რომ მოიძრობს. რაღაცა ბუმბული აქვს ამ ქუდს და პირჯვარს გადასახავს ეს მებუფეტე ამ ქუდს და ეს ქუდი კატად გადაიქცევა, დაკაწრავს მას. ანუ ასეთი მითითებები, რომ ჯვრის შიში, ქრისტეს პიროვნების შიში და ისიც რომ იეშუა ჰანოცრის თუნდაც თხოვნას ვოლანდი ასრულებს, მეტყველებს იმაზე, რომ იეშუა ჰანოცრი თითქოს სუსტ პერსონაჟად არის, მაგრამ თუ ჩავღმავდებით, სინამდვილეში მას ემორჩილება ვოლანდიც. შეჯამება პუნქტობრივად ძალიან რთულია ამ ნაწარმოების, მაგრამ ვიტყვი ესეთ რამეს, რომ ეხლა იეშუა ჰანოცრი აშკარად არ არის 4 სახარებაში მყოფი იესო ქრისტე, მაგრამ მაინც იესო ქრისტეს პერსონაჟს მიგვითითებს. ბოროტება და სიკეთე თანაარსებობს ბულგაკოვის მსოფლმხედველობაში, როგორც გოეთესთანაც. და ბოროტება მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილია სიკეთის. და ბოროტების არსებობაც არის მეშვიდე მტკიცებულება ბულგაკოვის ვოლანდის პირით ნათქვამი, რომლითაც დასტურდება, რომ ღმერთი არსებობს და ეშმაკიც არსებობს. და ბერდიაევის ციტატა, რომელიც მოყავს ანდრეი კურაევს და ძალიან მომწონს, აზრი მთავარი ეს არის, რომ ამ ბოროტებით ახსავსეთ დახუნძულ სამყაროში კეთილი ადამიანების არსებობა ადასტურებს ზეკოსმიურ მხარდაჭერას მათ ცხოვრებაში. ანუ რეალობით behaviorულად, ანუ გარემოცვითად, ფსიქოლოგიურად რო ვთქვათ, არ შეიძლება ესენი კეთილები იყვნენ, მაგრამ რახან არსებობენ კეთილი ადამიანები ამ ბოროტ სამყაროში, ნიშნავს, რომ მათ აქვთ ზეკოსმიური მხარდაჭერა. ალბათ ასეა, ამით დავასრულებ. მადლობა.
დეილ კარნეგის ფრაზას ვიტყვი კიდე რომ არსებობს ყოველთვის ის სიტყვა რომელიც გინდა თქვა დაგეგმილი რომელიც თქვი და მე ფიქრობ რა უნდა გეთქვა ეს ხდება ხშირად როცა ლიტერატურულ ნაწარმოებზე გვაქვს საუბარი ანუ მკაცრი როცა მკაცრად გაწერილი ტექსტი გვაქვს და სიტყვით კითხულობთ რაღაც ოფიციალურ გამოსვლებზე იქ ის კომფორტია რომ არაფერი არ იცვლება და ლიტერატურასთან დაკავშირებით ასე არის. ეხლა პენალტების დრო გვაქვს ასე ვთქვათ. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი ასეთი თემისთვის და ასეთი კითხვა მაქვს. ყველას ვისაც ვოლანთან ჰქონდა შეხება, ყველა რატომღაც აღმოჩნდა ფსიქიატრიულში. თუმცა ოსტატი თავისინებით მიდის ფსიქიატრიულში. როგორ ფიქრობთ, აი ამას რამე დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს, ანუ ბულგაკოვმა რამე არსი ჩააქსოვა ამაში? თქვენ როგორ ფიქრობთ? თავის ფეხით წასვლას გულისხმობთ. ფიქრობ ის ჩააქსოვა, რომ თავის ფეხით წავათო სხვა წაიყვანს, მოხვდება ყველა იქ. ანუ მაგ ნაწარმოებში ოსტატი რატომ მიდის თავის ფეხით? კარგად აცნობიერებს რა სჭირს და გამოსავალს პოულობს ამ ახალ კლინიკაში, რომელიც იცის, რომ არსებობს და მიდის. ბეზდომნის არ უნდა იქ რო წასულიყო, ძალით წაიყვანეს. ოსტატს ბოლანდის არსებობაში ეჭვი არ ეპარებოდა. ბეზდომნის ეპარებოდა. სხვადასხვა პერსონაჟები არიან. იქ ორი დიდი მანქანითაც მიყავთ ხალხი, სიმღერა რო ემართებათ და ვეღარ ჩერდებიან, ხო? და მე იქ, ადვილად გამოძვრება ეგ გუნდი, მაგრამ აი ეს პერსონაჟები ცოტა მძიმეთ არიან. რომელსაც ბოლომდე მიყვებათ ეს. ოსტატი ბოლო სცენაშიც ცუდად არის იქ რაღაცას და დაალევინებენ ერთ ჭიქას, ორ ჭიქას, მე თითქოს მოსწორდება და საბოლოოთაც ჰოლანდი რო ეუბნება, შენს მეგობრებთანო არ გინდაო იმაში, ალუბლის ბაღშიო თუ სადღაცო და სატყავს მეგობრები. ერთი ალაიზი მაგარეთში ყავდა და იმანაც ჩაუშვა და სატყავს ოსტატს მეგობრები. ანუ ვოლანდის დაპირებები ძალიან ჭყვიალებს, მაგრამ შედეგობრივად ცუდი არის, ამიტომ ძალიან დინამიური პერსონაჟია, მაგრამ მასთან ურთიერთობა ვინც კი რაღაცას სიუხეშეს იჩენს ან ზედმეტ ენატანიანობას როგორც კი მის გეგმებში არ ჯდება, იმ ხალხს აზარალებს ყველას. თუმ ხელწერა აშკარად არის ეს. ვის შეიძლება დააზუსტოთ? რა ვიცი, ესე იგი პასუხები. მადლობა ლექციისთვის. მე მაქვს ესეთ შეკითხვა, ბოლოს რო დაასრულეთ და ბოლოს რო სრულდება. რომ ბოროტება არსებობს სიკეთესთან ერთად. ხო, ანუ სიკეთე არსებობს და არსებობს ბოროტებაც. აი მართლა რომ მოვაცილოთ სიკეთეს ბოროტება. რა დაემართება სიკეთეს? დაკარგავს ღირებულებას? ესეთი ვინმე, ვისაც
ბოროტება სრულიად არა აქვს ადამიანებში. მე არ ვიცნობ, ამიტომ როგორ გითხრათ, ვოლანდი მსჯელობს თავისი ფილოსოფიით. არასდროს არ მოცილდება ეს საჭიროა. თავისი არსებობის აუცილებლობას ადასტურებს, რომ როგორც საგანს ჩრდილი არ მოშორდება, სიკეთეს ბოროტება არ მოშორდება მის ფილოსოფიაში. ეს ვოლანდის ფილოსოფია. თქვენ იცნობთ ისეთ ადამიანს, ვისაც სრულიად მოშორებული აქვს ბოროტება. ებრაული პასუხია ეხლა, რასაც მე გპასუხობ. ყოფით სამყაროში ადამიანებს გულისხმობ. მე არ ვიცნობ ეგეც. ხომ მე აბსტრაქტ ჩვენ ღვთისძეზეავლაპარაკობთ ხა ჩვეულებრივ ადამიანებზე. კი, გეთანხმებით რომ ქრისტე არის. ის პიროვნება, ვისშიც ბოროტება არ არის, მაგრამ მაშინ უნდა შეძლო ქრისტეს დანახვა ადამიანებში. მაგისტენ ნიუტის ადამიანი, რწმენაც ეგაა. და 64-ში ბოროტება არსებობს? ანუ იმ განზომილებაში თუ არის? პირველი არ ვარ 64-ის მენეჯერი და ვერ გეტყვი. ხო, მაგრამ ბიბლიის მიხედვით ამას ზოგადად გპასუხობ. მეორე, ბიბლიის მიხედვით 64-ში ბოროტება არ არსებობს. ანუ ნეტარებაში ბოროტება არ არსებობს. მინდა ხაზი გაუსვა, რომ არც ჯოჯოხეთის მენეჯერი ვარ, ამიტომ ბოლომდე დეტალები არც იქაური არ ვიცი. მე მაინტერესებს ბიოგრაფიულად ამ წიგნმა როცა ნახა დღის სინათლე რაიმე მოვლენებთან იყო ეს კავშირში თუ შემთხვევით მოხდა თქვენ როგორ ფიქრობთ? როცა დაიბეჭდა? წლების მერე, დიახ. ზუსტად 26 წლის მერე დაიბეჭდა და სრულიად ისეთ ცენზურით, ანუ რაღაცეებზე, რაღაც ტექსტები არ იყო იქ. მაგრამ ბრეჟნევის დროს იყო ეს. არა, ეს მოვისმინე თქვენ რომ ბძანეთ, მაგრამ მე მაინტერესებს ანუ რაიმე მოვლენასთან იყო ეს დაკავშირებული, რომ ეს დაუშვეს ამის გამოცემა, თუ შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი? გეტყვით, მაშინ ეგრეთ წოდებული ოტიპელის პერიოდი იწოდება, ხრუშოვიდან დაიწყო და მერე გაგზავნა, ანუ ცოტა დათბობის პერიოდს ეძახიან, სადაც რაღაცების უკვე რაც ადრე კატეგორიულად აკრძალული იყო, ნებადართვა მოხდა. ეს რომანი ბულგაკოვის მეუღლის ინიციატივით, იმით ბევრი ურთიერთქმედებით გადაიკითხეს და ჩათვალეს, რომ უნდა გამოეცათ. 26 წელი გავიდა ბულგაკოვის გარდაცვალებიდან და რომანის დამთავრებიდან. და კიდე ერთი კითხვა. აი ამ პერიოდმა მისცა ეს საშუალება. საზღვარგარეთაც მალევე დიახ, აი ზუსტად მაგასთან დაკავშირებით მაინტერესებდა, ანუ მაგ 26 წლის შემდეგ, როცა გამოიცა, მაგ პერიოდში კითხველი იყო მომწიფებული იმისთვის, რომ აი ეს თუნდაც თეოლოგიური ცოდნა ქონოდათ და აღექვათ ზუსტად ისე, როგორც თუნდაც თქვენ დღეს წარმოგვიდგინეთ და რაღაც თქვენეული ხედვა. ანუ მკითხველმა როგორ მიიღო, თუ მერე მოხდა ამისი აღიარება უფრო მეტად, როცა ითარგმნა და უცხოეთში გახდა პოპულარული. მკითხველი ზებუნებრივისკენ სწრაფვით და ფანტასტიკური ჟანრის სიახლით დაეწაფა ამას საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ფანტასტიკური ჟანრის კრიზისი იყო. დიდ ნაწარმოებზე ლაპარაკობთ, რაღაცა პატარა ისინი შეიძლება არსებობდა, მაგრამ აბსოლუტურად არაზებუნებრივის მორწმუნე საზოგადოება, არ ვთქვათ ათეიზმი, აბსოლუტური ათეისტით ხო არ არსებობს. იმ კომუნიზმის პერიოდშიც მახსოვს ხალხს არ წამდა ღმერთი, მაგრამ კითხავთან მაინც დადიოდა. იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ ეს შველის.
ზებუნებრივისკენ სწრაფვა ეს ისეთი რაღაც არის, დიდ მწერლებს გათვალისწინებული აქვთ და ამაზე მსჯელობაც არის, კამათიც არის და ამიტომ ამ ჟანრს მე ვფიქრობ საჭირო დროს საჭირო მომენტში მოხდა ამის დაბეჭდვა და საზოგადოებამ აიტაცა ეს. მე მაგალითად სტუდენტობაში წავიკითხე ხა გაქანებული მის დროს მან და თავიდან საკმაოდ გამიჭირდა ეს ჩაღრმავება რას ეხებოდა და სინამდვილეში რა იყო და ამიტომ გამიჩნდა ეს შეკითხვა. კი, დროის ამბავიც იყო. სტალინის დროს მე მაინც მე ვიყავი ესეთი რომ აი აბსოლუტურად არ მქონდა ესეთი ხედვები თუ ზოგადად საზოგადოებაშიც ასეთი ის იყო. სტალინს ამბობენ რომ მოსწონდაო ბულგაკოვი, მაგრამ რა მიზეზით არ დაიბეჭდა ეს მაშინ ამაზეც ვსჯელობენ რომ ეთყობა ნახეს რაღაც ისეთი რამეები, სარკასტული მიდგომა არსებულ რეჟიმთან. ხო რა თქმა უნდა. ზოგი ფიქრობს რომ ოლანდი თვითონ სტალინიც არის. ბიკოვს აქვს ესეთ შეხვედრება და ის თავისი მხოლოდ პირადი აზრი კი არ იქამდეც კვლევრები ამბობენ ამას და მე მგონია ცალსახად ერთი პერსონაჟი ერთ ფილმს არ ეკუთვნის. ბულგაკოვს ხელწერა აქვს კრებითი პერსონაჟები გააკეთოს. მაგალითად მარგარიტა ავიღოთ. ეს არ არის რომელიმე ერთი ქალის განპირობებულობა. ყველა ქალი მისი ცოლებიც და დედამისიც და ვისთანაც კი ქონია ურთიერთობა, ამ ქალების პორტრეტებს აჯამებს და ფიქრობს რომ ალქაჯობა მოუხდება იდეალ გმირ ქალს. აი ეს ფიქრობ რომ კრებითი არის. ყველა პერსონაჟი რაღაც წილი მისი ბიოგრაფიული ფსიქოლოგიური ამბავიც არის დაკავშირებული. კაროვიევი აშკარად ცინიზმი მას ახასიათებდა, დიდი სარკასტის ნიჭის მქონე კაცი იყო და კაროვიევი გვაგონებს მის პერსონაჟს. როცა ჩუდაკოვას იმ ნაშრომს წავიკითხავთ მის ბიოგრაფიაზე, ძალიან კარგად წარმოიჩინდება ეს. კიდე ერთი ასპექტი, ის ექიმი იყო და ექიმის მახასიათებელი რა არის დიაგნოზი. და ისე წერს ნაწარმოებს, რომ ამას ევგენი ჟარინოვი და მისი შვილი ამბობენ, ესეც ლიტერატურათმცოდნე არის რუსი. და დიაგნოზი შენ უნდა დასვა, ანუ. მაგრამ ექიმის პროფესია შეაზიზღეს. წეღან გამომრჩა, მაგრამ ეხა ვიტყვი მნიშვნელოვანი დეტალი არის. რატომ 100 თუ 200 კილომეტრის რადიუსზე ერთი ექიმი იყო და ბულგაკოვი იყო ისა სიფილიტოლოგი ვიწრო პროფილით. ანუ ვენერიული დაავადებების ექიმი იყო და ის ხსენებს ესეთ ახალი დამთავრებული აქვს ეს პირველი მსოფლიო ომის მერე განაწესეს და პირველ მეუღლესთან ერთად არის ეს სამედიცინო ენციკლოპედიის გერმანულად ტომები აქვს და ერთმა მუჟიკმა მოიყვანა თავის ცოლი რომელიც ვერ მშობიარობს და ნაჯახი აქვს და თუ არ იმშობიარებსო მოგაჭრი თავსო ეგუნება ვენერიული დაავადებების სპეციალისტმა როგორ უნდა ამშობიაროს ახლა ამ ნახე როგორი ნიჭიერი კაცი იყო ცოლს ეუბნება და ესა და ეს ტომი მოიტანეო გინეკოლოგიის შესახებ იქვე უყურებს ამას და იქვე უკეთებს ოპერაციას და გადაარჩენს იმ ქალს აი ესეთი ნიჭიერ კაცთან გვაქვს საქმე და მე განგრენით მოდიოდა ხალხი ფეხებს რო აჭრიდნენ და ეს ფეხების გატანა მისი ცოლი იყო ასისტენტი ფაქტიურად ის თავიდან გული წაუვიდა იმ ქალს მაგრამ მე მიეჩვია ნუ ექიმებს ზოგადად საკმაოდ და ერთხელ ერთი ბავშვი მოუყვანეს რომელსაც ინფექცია ჰქონდა ფილტვებში და ბოდიში და იმით ამოუსრუტა პირით ეს ჩირქები იქიდან და თვითონ შეეყარა მერე და ისე ძლივს გადარჩა და მორფზე შეჯდა, იმიტომ რომ ტკივილები ჰქონდა მაგ დროს და მორფს იკეთებდა. მომხმარებელი იყო მორფის. რაღაც პერიოდში ეშვებოდა, მაგრამ როგორც ჩანს პერიოდულად მიმართავდა. ხო, ეხლა დიავალია და თუ წაიკითხავთ მისას.
ზოგან ოსტატი და მარგარიტაშიც გვეკაიფება ბოდიში ამ სიტყვისთვის. აი ერთ-ერთ ტექსტს მოვიყვან. ის ერთ-ერთ პერსონაჟს მოკლედ იალტაზე რო მოახვედრებს ვოლანდი და მთელი თავი ეთმობა რომ როგორი გაქრა ეს კაცი იმ იალტაზე ეძებენ ვერად და ბოლოს აღმოჩნდება რომ ეს იყო სიზმარი და არა რეალური. ანუ ეპილოგში გვეუბნება და მთელი ამ თავის კითხვისას გვეკაიფება რომ ეს კაცი გაქრა, ამას ეძებენ, გამოძიება ის ეძებს, ეს ეძებს, სინამდვილეში ეს იზმრება. რა კარგია. აი ესეთი მრავალმხრივი პიროვნება არის. პროფესიაც და შეაზიზღეს ექიმის პროფესია. ამ პირველი მსოფლიო ომის მერე იმდენი დასახიჩრებული ხალხიც მოდიოდა და ანუ დღეში შეიძლება 80 ადამიანიც მიეღო იმ დონის გაუსაძლისი გრაფიკი ეხა რო არის ექიმთა რო ეწერები და 6 საათამდე თუ არ შეხვედი და ეგრეს ადიყო მოგადგებოდნენ თან ხარ ისა რა ქვია ვიწრო პროფილის ექიმი და მოდის ვეღაცას ღვიძლით კი ვეღაცას კუჭი თან იმ დროინდელი შესაძლებლობებით იმ ყველაფერი ხდებოდა აი სიმპტომით და რაცოდნაც იყო მაშინ. შეეზიზღა ექიმის პროფესია. აქვს რამდენი მართალი ვარ გურჯიევთან გურჯიევის მოსწავლე იყო თუ რაღაც ხო თუ მეშლება ეს ბულგაკოვი არა რამე კავშირი ქონდა მაგ მისტიკოსთან თქვით იმისა შეკითხვა არის მის ანუ მე თქო ანუ ესე მახსოვს მომისმენია რომ გურჯიევის მოსწავლე იყო თუ მეგობრობდნენ და თეორიებს აი მაგ ფაქტი ზუსტად ვერ დავაზუსტებ. არ არის ეგ აღწერილი მციკში ქალბატონის. არ მახსოვს ეგ დეტალი. კი წავიკითხე მისი ბიოგრაფია, მაგრამ იმდენად დიდი ანუ ეგ დეტალი წერია თუ არა არ მახსოვს. მაგრამ მაგ დროს ზოგადად ეზოტერიკა და ეს ამბავი თელს ევროპაშიც, რუსეთშიც, ელიტაში და განა საზოგადოებაში პოპულარულია ეს ზებუნებრივი ცოდნისკენ სწრაფვა. გურჯიევი და სტალინი იცნობდნენ ერთმანეთს. კი, მაგრამ სტალინი უწოდებდა შავს მაგს, ხო? ანუ სტალინს არ მოსწონდა მტერტრად თვლიდა, ხო, როგორც მე ვიცი. თვითონ თვლიდა რომ თეთრი იყო და ის იყო შავი, ესე ნუ ვიცი. ეგ ხო ეხა თვითონში და დანაწევრიანება სხვა საკითხია, მაგრამ სტალინსთან ჰქონდა გადაკვეთი. აი, კაი შეკითხვა, დავაზუსტებ, მეც არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ბულგაკოვს პირდაპირ გაცნობა გურჯიევთან. გურჯიევი რუსეთშიც მოღვაწეობდა ხოლმე და შეიძლება რაღაც გადაკვეთები. არ ვიცი. თვითონ კიეველი არის და მოსკოვზე წერს რომანს, ესეც საინტერესოა. მაგრამ მაგ დროს მეცნიერებში ეს ევოლუციის ამბავიც ხო პოპულარულია, ახალი ხილივით არის აქეთ. ეს გავლენებიც არის. ევოლუციას ბევრი მეცნიერება და არც თulis, მაგრამ თეორია. მაშინ სამედიცინოზე რო სწავლობდა, ამის გავლენაც იყო. ეს ფიქრობ ათეიზმობის ეტაპიც გავლილი აქვს მაგას, იმიტომ რომ ბავშვობიდან მობეზრებული აქვს ეს ბაბუამღლების ჩაჩიჩინება, იქ მამამისი თეოლოგიის პროფესორი, ორიგინალში აქვს წაკითხული, აპოკრიფებიც იცის კაცმა. ენოქის წიგნი იცის. აზაზელოა ეს იქიდან ტერმინი იქიდან არის და ძალიან დიდ ერუდიციას სწავლენს. ხა დღეს დაგუგლავ და ChatGPT-ს შეეკითხები და მაგრამ მაშინ ბიბლიოთეკაში უნდა გაგეტარებინა დრო რომ ამ ინფორმაციის ფლობა გქონოდა როგორც ასე. არ ვიცი გურჯიევთან ჰქონდა თუ არა შეხვედრა, არ ვიცი, მაგრამ დავაზუსტებ შემდეგი ლექციისთვის. მეც დამაინტერესდა. ანუ კიდე ერთი კითხვა მაქვს აი სიკეთის აი ქრისტიანული ფილოსოფიის მიხედვით ბოროტება სხვა რა აქვს საწყისი? ბოროტება არ არსებობს, ანუ სიბნელე არ არსებობს, ის არის სინათლის ნაკლებობა, ხო ესე არის?
ანუ სინათლის ნაკლებობა. ხო, კლასიკური ის არის. ქრისტიანობის მიხედვით სიბნელე არ არსებობს, ანუ ბოროტება არ არსებობს. აბსოლუტური ბოროტება არ არსებობს. მე როგორც ვიცი. კი ბატონო. და ამ წიგნში ესეთი კონცეფცია, ესეთი ფილოსოფია არ არის. ხო, იქ აქვს საწყისი ბოროტებას. არა, ამ წიგნში. ანუ ბოროტებას საწყისი არ აქვს. ამ წიგნში საწყისი არა აქვს ბოროტებას, მაგრამ ამ ბულგაკოვის ნაწარმოებში ყოველ შემთხვევაში ჩემი გააზრებით ბოროტება არის სიკეთის აჩრდილი. ხო, ეს არის. როგორც ფაუსტშიც ესე, ანუ გოეთეც იგივე მიმართულებით. გოეთე ძალიან უყვარდა ფაუსტი ბულგაკოვს და ბევრჯერ ოპერაზე ნამყოფი. ის ოსტატს რო ალაპარაკებს, ერთხელ მაინც არა ხარ თუ ამ ოპერაზე ნამყოფიო. ბერლიოზი მაინც არ არისო ნამყოფიო, როგორ ვერ ამოიცანი თუ ვინ იყო ეს. ნუ ფაუსტი მისი საყვარელი ნაწარმოებია და გოეთე მისი ერთ-ერთი საყვარელი, უსაყვარლესი ავტორია ცალსახად. გოეთესაც და ბულგაკოვსაც ფიქრობ ერთი და იგივე შეხედულება აქვს ბოროტების საკითხზე, რომ ეს არის აუცილებლად საჭირო რამ. რომ წარმოჩინდეს სინათლე. მათ იმაში ხა სწორია ამას დოგმატურ შეფასებას არ ვუკეთებ. მე ჩემი შეხედულება მაქვს როგორც ქრისტიანს. ჩემთვის აბსოლუტური ბოროტება არ არსებობს. ბოროტება დამახინჯებული სიკეთეა, მაგრამ ბულგაკოვთან და ფაუსტთან ბოროტება აჩრდილია სიკეთისთან. როგორ შეიძლება აჩრდილი რაიმემ მოიშოროს როდისმე. ხო. ანუ პერსპექტივას ესეც გვიტოვებენ, რომ სული არსებობს ბოროტება. მე ასე მგონია, რომ ადამიანმა უნდა გაიაზროს. ხო. ისიც არის და ეს. ხო და ანუ არა, მე არ ვამბობ, რომ სული არსებობს. მათ ნაწარმოებში ეს ჩანს. მე ვფიქრობ, რომ გოეთე და ბულგაკოვი განსხვავდება ამ ძირეულ საკითხში. მე გოეთეს ხედავ როგორც ბოლო ფინალიდან გამომდინარე, მაინც ქრისტიანს და იქ დუალისტური მოძღვრება მე ვერ ვხედავ მაგალითად. ბულგაკოვი ეგ არის დუალიზმი. სიკეთე და ბოროტება ცალსაკა, ესე აჩრდილი ხალ ლამაზად ჟღერს ესე რომ აჩრდილი ბოროტების, მაგრამ რა ვიცი, ორი საწყისია ჩემთვის. თუნდაც უბრალო მაგალითი რომ დავუშვათ ვოლანდიც რაღაცა ისეთი დადებითი პერსონაჟია მაინც მეფისტოფელი ესეთად არ მახსოვს რაღაცა ბევრ ძალიან ისეთ ამბობს აი რაღაცა პოზიტივი რატო ლამის ეძმაკაცება ღმერთს და ნუ ახლა მასე იობის წიგნიდან ეს სხვა რაღაცას გულისხმობ რაღაცა ფინალი ისეთია კი მაგრამ ფინალი რაღაც ისეთი აქვს ფაუსტს რომ ჩემი აზრით ის ერთნიშნულად ერთია საწყისი ანუ სიკეთე და ბოროტებას ესე ვერ ვიტყოდი და მე აქ ხედავ რომ ეს არის დუალისტური. რაც შეეხება თვითონ ბულგაკოვს ერთნიშნულად განათლებული მრავალ მხრივ რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან არაქრისტიანი იყო. მან ეს იცოდა და დრო იყო ისეთი რომ ყველაფერი დრო იყო ისეთი რომ იუდა ისკარიოტელისთვის უნდადა ძეგლი დაედგათ რამდენადაც მე მახსოვს საბჭოთა კავშირში. ანუ ეს იყო და ეს წიგნიც იმიტომ გაძვრა მე ასე ვფიქრობ რომ მთავარი იყო რომ იეშუა კომუნისტებისთვის ალბათ იესო პირდაპირ ხაგებით დამცირებული იყო რაღაც არ იყო ის დიდებით რა თქმა უნდა და ამით გაძვრა ნუ არ მიაქცეს ყველა თან რაღაცა შემოიტანა პოსტმოდერნიზმი ალბათ ერთ-ერთი დასაწყისი იყო საწყის ეტაპზე თუმცა თვითონ არ იყო უნამუნომ დაიწყო საერთოდ ეგ თემა და ეგ მიმდინარეობა და მე ვფიქრობ რომ აი რაღაცა ისე იყო რა ცოტა ნარკოტიკის ქვეშ და ანუ იმენა იკაიფა რა ტიპმა რა სრული ამ სიტყვის ნიშნულობით ამას კი არ ვამცირებ რა თქმა უნდა უნიჭიერესი კაცი იყო ყველა მხრივ ეს მან იცოდა ყველაფერი მაგრამ აი ეკლესიო რელიგიურობას ვერ იმას ვისამ აი რაღაცა დიდი ცოდნა ერთნიშნულოვნად აი მენა აურია და მე მგონია რომ ვაფშე დამთავრებული წყარო და პროცესში ეგ ახლა სხვადასხვა ეტაპებს გადის იმიტომ რომ ეს ხო მთელი ცხოვრება წერს ხო მაგრამ თან ამ ისა აი ზოგადად მგონია რომ შინაარსი დასრულებულია მე ეგეც შეგრძნება მაგ და აი გოეთე არის აი რაღაცა გოეთე არის აი მენა არ ვიცი რა აი დაანგრევს ყველაფერს აი ვერ შევადარებ განათლებული გოეთე უფრო დიდია რა თქმა უნდა და აი ეს არის ისეთი რა ანუ მე მაინც ვფიქრობ რომ ამაზე ვრჩები ბოლოს რომ აი განგრეულ კაიფში იყო მაპატიოს ბულგაკოვის სულმა რომ აი ჭკვიანი კაცი მაგრად იკაიფა რა რასაც ქვია
რო იკაიფა ამას განათლება უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაცა სხვა არის რა, ანუ სად გოეთე და სად ვულგაკოვე. მე გოეთე სხვა. არა, სხვადასხვა ის არისო. მიუხედავად იმისა, რომ არა, უბრალოდ შევადარე, არაფერს შუაში არ არის, მაგრამ მან აიღო ხო ძალიან ბევრი რაღაცა გოეთესგან. შთაგონებულია კი. შთაგონებული. ეგრე არ არის კაცო, გოეთე აიღო მუარული თემა ფაუსტის, კი. გოეთეს კარ გამოუგონებია. გასაგებია ეს. კი. კი, კი. კი. მე-16 საუკუნეში დაწერილი იყო რაღაც. ამიტომ იმისგან აიღო, ეგ ყველა მაიღო მაშინ ესე ვთქვათ, რომ იობის წიგნი. რა თქმა უნდა. ეგრეა. მაგრამ იქ რაღაც პერსონაჟები გრეთხელი, ვოლანდის სახელი თუნდაც ხო იქ ვალპურის ღამეში ხო ნახსენებია თვითონ ვოლანდი. აი არა, თვითონ არც მალავს, სათაურიც ისეთია ხო ეს ეპიზოდი, რა თქმა უნდა. მაგრამ თავისებური ინტერპრეტაცია აქვს ახლა კი. როგორი რაღაცაა, იცით, ლიტერატური მას ზოგადად როცა ცივილიზებულ სამყაროში ავტორი წერს და დღეს მით უმეტეს ეს გავლენა კულტურაზე უფრო ახლოა და სწრაფია. შეუძლებ რაც არის ყველაფერი ახდენს გაუცად. სრულიად მარტო ინდუისტი ავტორი არ არსებობს, იმიტომ რომ იქ ქრისტიანულსაც ნახავ რაღაცას. то есть გავლენები რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგია, უფრო მჭიდრო ხდება სამყარო. და მაშინდელი გენიოსები იმიტომ უსწრებენ თავის დროს, რომ ფლობენ იმ მაქსიმალურ ინფორმაციას სხვებისგან განსხვავებით და მათზეც არის გავლენა ყველაფრის. და მაგიური რეალიზმი, ასე ვთქვათ, დაიწყო პრინციპში ერთ-ერთი მთავარი იყო ბულგაკოვი. რაც მე ხო და ანუ მაგით უკავშირებენ იმას. რა ახალ მიმდინარეობას გარკვეულწილად ერთ-ერთი სათავეში თვითონაც იყო, მაგრამ მაგიური რეალიზმი რაც მე შემოვიდა ეს ფენტეზი და რაღაც დებილობები მე აქვს მაგალითად თეორეტიკი. ეს დროის კარგია. აი ვოდიში მე თვითონ ტექსტში ვერ ჩავალ, მე არა მაქვს წაკითხული, მაგრამ აი ეს ჭრილი რაც ახსენეთ ხო კონცეპტუალურად ძალიან ისეთია, რა ქვია, ანუ ნახე რომ ხო ანუ არსებობს ეს, ანუ მე მაგ ჩემი ჭრილი, ესე იგი მე რაც უნდა გავაკეთო, სიკეთეც რო გავაკეთო. გამოდის რომ ან თავისი ანუ რა ვიცი წილი მიაქვს თუ თავის ჭრილი ყოველთვის მოყვება, ხო? ანუ არ არსებობს რომ მე სრული სიკეთე გავაკეთო, ესე იგი პარალელურად ცუცაც ვაკეთებ, ბოროტებაც ჩემი ნაწილია, ხო, გამოდის. ვოლანდის ფილოსოფიით ესე გამოდის. ხო და ეხლა რაღაცები აი თანამედროვე ისინი არ შეգენი ვინ არიან, მაგრამ ეგეთ რაღაცები წამიკითხავს, რომ როდესაც მე ადამიანი ხედავს ამ ჭრილს, ხმავდება, ამბობს ახსარებას, ინანიებს ამცოდვებს, არის სინანულში ხო ეს ქრისტიანული გზაა და ასევე ამბობენ, რომ შენ ამ ჭრილს ვერ შებძოლები, შენ ეს ჭრილი უნდა მიიღო და უნდა მოათვინიერო. ესეთი თეორია არსებობს. ჭრილი უნდა მიიღო. არ ვიცი აქ რამე ესეთი ან როგორც ბუციფალმა გაიმარჯვა ჭრილზე შიში. ხო, აი არ ვიცი რამე ესეთი ამისი რაღაცები არის, ისა რა ქვია, ინსპირაციები მაგ წიგნში. იმიტომ რომ რეალურად შენ სანამ ამ ხორცში ხარ თუ ჭრილი არ მიიღე, უბრალოდ უბრალოდ იტყუებ თავს გამოდის. აქ ანუ აი მაგალითად ალქაჯი, რასაც თქვენ ამბობთ, ხო და იგივე მაგალითად ქალი რო კოსმეტიკით, ქალის თემას რომ მიუბრუნდეთ, კოსმეტიკას ისმევს, ეგ წერია იქ. კი არის. თუ ესე მიუდგებით, ყველა ქალში არის ეგ ალქაჯი. და მე რა გავაკეთოთ, თუ არ მიიღე, ანუ შევებძოლოთ? არა, ურეთ რა. თქვა ჩადრები დავაფაროთ ქალებს თუ როგორ მოვიქცეთ? ციტატა რომ მოვიყვანე მე ენოქის წიგნიდან. ენოქის წიგნში არის 200-მდე ანგელოზი, რომლებიც აუჯანყდნენ ღმერთს, მე ეს ანგელოზები წვდიათში ჩაავწვდია და დღემდე ეს 200 კატეგორია ანგელოზებისა დამწვდეულები არიან. ერთ-ერთი მათგანი არის აზაზელი, რომელმაც ადამიანებს ასწავლა ხმლის გაკეთება, რომ ერთმანეთი დაეხოცათ
თვითონ იმაში კი არისო პრობლემა, რომ ხალი ილამაზებდა თავს. არამედ ეს საშუალება ქალებს მისცა აზაზელმა იმისთვის, რომ მიზანმიმართულად სქესობრივი ცდუნებისთვის გამოეყენებინათ. ანუ კონტექსტი არსებობს ესეთია. ეს ქალში. ეხა უბრალოდ მოვლაზე და სილამაზეზე არ არის საუბარი. ხო არსებობს ვულგარული სილამაზე და არსებობს სადა სილამაზე, არ არსებობს. თუ ესეც პირობით იცნებაა უკვე. არ ვიცი. ისთვის რომ აღქმის ამბავი ალბათ. ანუ ჩემთვის ზედმეტად დაშპაკლული ქალბატონი პირიქით არ არის მიმზიდველი, რა ვიცი. პირადად ჩემთვის. ანუ თუ თქვათ ისევ ფილოსოფიურად და ისე მიუდგებით სულიერად, აი მაგალითად სალომეა ხო, ვინც იცეკვა და აცთუნა, ვინცაც თუნა მოკლე და იოანათლისმცემლის თავი მოკვეთეს, ეგ ჩემთვის არის აზაზელის მოსწავლე, სულიერ პლანში. მაგრამ მეძავი, რომელიც უნდა ჩაეკოლათ, რომელიც ქრისტემ გადაარჩინა, ხო? ის ჩემთვის არ არის. თუნდაც იმას იშპაკლებოდა და კაცებსაც თუნებდა, ის ჩემთვის არ არის აზაზელის მოსწავლე და იმიტომაც გადაარჩინა ქრისტემ. ამ მოტივაციებს საბოლოო ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ თემა. ესე ცალსახად ვერ იმას ვიზამთ. ვერა. ეგ უბრალოდ მე მოვიყვანე იმ კუთხით, რომ ციტატა საიდან არის, ანუ პირველ წყაროზე, თორე მაგ ინტერპრეტაციას არ უკეთებ, რომ ვინც იკრასკება აზაზელის მსახურია თქო, ამის თქმა არ მინდოდა ნამდვილად. ვინც თავს უვლის არა, ეგ. ანუ სამწუხაროდ აი თანამედროვე ქრისტიანობასაც აი ეს სიღრმე აკლია. ამისი განსხვავება აკლია და ამიტომაც ან არის ძალიან ძველმოდური. კი. ან არ არის უბრალოდ ადამიანები, ვისაც ესეთი რაღაცებზე უნდათ პასუხი, იმათვის იქ არ არის პასუხი და დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ არ ყოფნით სინაგანის სიბრძნე, რომ ეს სწორად მიხვდნენ და სწორგზას დააყენონ მრევლი. საქციელის შეფასება ქრისტემ თქვა ესეთი სიტყვა იოანეს სახარებაში მე-7 თავში, იუდეველებს ეუბნება. გარეგნულად ნუგანს ჭითო, სამართლიანად იმსჯელეთო. იმიტომ რომ ისინი მსჯელობდნენ გარეგნულად, აი ორჯერ კვირაში ფარისეველი და მებაჟეს იგავიროა მე. მარხულობ ამას ვაკეთებ, ამას ვაკეთებ. მოჯამაგირის როლში არიან, რომ მე ღმერთო ამდენამეს ვაკეთებ და იმიტომ მაქვს ეს სიკეთეები და ის ცოდვილები ვიღაცეები ახლა ეკლესიებს ააშენებენ და უკვე ვაკეთებ ბიზნესს. ყოველთვის ასეა ეს, ანუ მაგ ის შეფასებას სხვანაირად აკეთებს თვითონ ქრისტე რომ. და რეალობა როგორია ქრისტეს? სოდვილ ხალხთან საერთოდ არ აქვს კონფლიქტი, საერთოდ ერთ კონფლიქტს ვერ დაასახელებთ ცოდვილ ადამიანთან. სახარების თხრობაში, 4 სახარებაში აი გარყვნილ ცოდვილ ადამიანებთან საინტერესოა. ქრისტეს კონფლიქტს ვერ ნახავთ. კონფლიქტი არის და ამ კონფლიქტის წყარო არის რელიგიურად თვითკმარი, გაბღენძილი ხალხთან აქვს კონფლიქტი. მათ ეუბნება თეთრად შეფეთქილოს ამარხება. მაგას რატო არ ხადაგებენ? რა მაგას არის? ეხლა ეს ისრებისგან ნებისმიერ მიმდინარეობაზე აქვს საუბარი, არ არის კონკრეტულად. ნებისმიერ რელიგიურ ინსტიტუცია, როდესაც რელიგია ინსტიტუციად იქცევა და ინსტიტუცია უფრო მაღლა დგას ვიდრე ორგანიზმი, აი მაშინ ხდება ეს რაღაცა. ეს დაემართა ისრაელს და ეს ემართება ყველა მორწმუნე გადის ამ ეტაპს. ნეოფიტობის ეტაპს, მერე რელიგიურად თვითკმარი და მართალი ადამიანის ეტაპს და როდესაც ბოდიში და დაერხევა და დაეცემა იმ მდგომარეობაშიც და მერე მიხვდება რომ სინამდვილეში რანაგავი არის, მერე ხვდება რომ ესე არ შეიძლება თურმე შეხედო. ნუ ეს ბუნებრივი რაღაცაა. და თუმცა იმათთან აი მაგალითად იოანეს სახარებაში ნიკოდემოსთან აქვს შეხვედრა იესო ქრისტეს და ძალიან მაგარი დიალოგია. აი იოანეს სახარება დიალოგების სახით ამ კუთხით რო წაიკითხოთ, არა მხოლოდ რელიგიური როგორც მორწმუნესაც შეგიძლია და უბრალოდ დიალოგები. ნახეთ ნიკოდემოსთან აქვს დიალოგი, რომელიც არის ისრაელის მოძღვარი,
ისრაელის მესამე თავი არის იონის სახარების. და საუბრობენ ძალიან მარტივ რაღაცაზე ქრისტეს თქმით. როგორ უნდა ვიშვაო ხელახლაო ეს ნიკოდემოსი ეუბნებოდა. თუ არ იშვლებით წყლით და სულით, ვერ შეხვალ სათასასწრაფო შევნებოთ. დედის მუცელში როგორ უნდა დაუბრუნდე? შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი ეუბნება. ვლაპარაკობო მიწიერზე და ეს არ გესმითო და როგორ გაიგებთოს უფრო აღმატებულზე რო ვილაპარაკო. რელიგიური ეს არის ნიკოდემოსი, რომელიც სიმპათიებით არის განწყობილი მის მიმართ. რაბი ეუბნება, ანუ თანასწორად განიხილავს. შენო ისეთ სასწაულებს ახდენო, რომ არ შეიძლებაო რომ ღმერთისგან არისო. მერე გვაქვს სხვა ტექსტი სამარიაში სამარიტელ ქალთან, რომელსაც 5 ქმარი ყავდა, მე-6-ესთან ცხოვრობს და ისიც არ არის მისი ქმარი და დიალოგი, კონფლიქტი არც იქ ეუბნება, რომ ესე და ირწმუნებს ეს ქალი წავა იმათ მოუყვება, ისინი მოვლენ სამარიტელები და იუდეველები ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. ესენი წარმართებთან აღრეული იუდეველები, ისრაელიანები არიან, ისინი ასე ვთქვათ. მერე გვაქვს მრუში დედაკაცის ჩაქოლვის ტექსტი უკვე მერვე თავში ნახეთ, იქაც მოდის ეს რელიგიურად მართალი ხალხი და ეუბნებიან. მოსეს ჯულის მიხედვით ამ ქალმა იმრუშა და უნდა ჩაიქოლოს. მაგრამ იქვე არ ღვევენ ამ ჯულს. ეს ახლა ყველა მიცის, კაცი არ მოიყვანეს. კაციც და ქალიც უნდა ჩაქოლილიყო ჯერ ერთი. ჯულის მიხედვით. კაცი არ არის იქ მოტეხეს, ეთყობა ვეღაცის ნათესავი იყო. მაგრამ ეს ქალიც ხო იყო ნათესავი კაცო. მაგრამ აქ მთავარი ამ ქალის ბედი კი არ ადარდებთ კაცო, ამას რა მოუვა. მთავარია ქრისტე გამოიჭირონ და იმისი სამხილი კონდეთ და ამას საშუალებად იყენებენ თორე. მრუშების მეტი რა იყო იქ ახლა უბრალოდ ეს გახდა საშუალება დაი მომენტში და ვისაც არა გაქვთ სოდვაო იმან ესროლოსო აი მან დეუბნება და ერთადერთი შემთხვევა როდესაც ქრისტე რაღაცას წერს მიწაზე თითით რაღაცას წერდაო იქ ნათქვამია რას წერდა არ ვიცით